დღემშვიდობისა მოგესალმებით. მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა სოფო. Დღეს განკარგულებაში ვიქნებით ბუნებრივია საათზე მეტი დროით, შესაბამისად შეგიძლიათ მოგავათ და ერთად ვისაუბროთ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რაც თქვენთვის შევარჩიეთ და რა თქმა უნდა, ამას შეგიძლიათ თქვენი წვლილით შეიტანოთ სოციალური ქსელის მეშვეობით. კი ბატონო, ნახოთ ახლა ანონსს და დავბრუნდებით რამდენიმე წამში. დღეს გადაცემაში ნახავთ ფსორიაზის მიმართ ცნობიერების გაზრდის მსოფლიო დღე. გადაცემის სტუმარია რევმატოლოგი ნერიმან ცინცაძე და დერმატოლოგი ლელა ბერიძე. ბათუმი 4 სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულება. გავიგოთ რა სიახლეებია ტურიზმში. გადაცემის სტუმარია თინა თინსოიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ველი აჭარაში ვიხილოთ ქეთა ჩუთლაშვილის პირდაპირი ჩართვა სოფელ 1 მაისიდან. დიზაინი და სწავლების მეთოდიკა, შემოდგომა სამთრის კოლექცია. გავიგოთ რა მოდაში დღეს. გადაცემის სტუმარია სოფო დუმბაძე, მოდის ტექნოლოგიისა და დიზაინის პროგრამის ხელმძღვანელი. მართვის მოწმობა, ახალი წესები და რეგულაციები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდა. კი ბატონო და დავიწყოთ პირველი საინტერესო თემით და ალბათ მაყურებელი ყურადღებით მოგვისვას, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ. კი ბატონო, შეგვიძლია შორიდან მოუვაროთ, როგორც გვახასიათებს ხოლმე, კაცობრიობამ ამ 1000 წლეულების განმავლობაში რაც არსებობს, ძალიან ბევრი სხვადასხვა დაავადებას შეეჭიდა და პრინციპში ძალიან ბევრი დაამარცხა კიდეც, ხანდახან მიკვის ხოლმე რომ ამბობენ რომ აი რა არის ეს, რატომ, რაღა დროისა, ასე ადვილად არ ხდება, მეცნიერება არ ეფუძნება რაღაც ჯადოქრობებს, ხშირ შემთხვევაში არის ძალიან ბევრი კისრის ტეხის შედეგი, ასე უხეშად რო ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მცდელობა მიდის, ბევრი ადამიანი მუშაობს ამაზე მსოფლიოში, ბევრი ორგანიზაცია, ბევრი სხვადასხვა ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, სხვადასხვა დაწესებულება და ასეთი ცდები, მცდელობები, შეცდომა მე თავიდან, ანუ მეცნიერული მიდგომა არის დაფუძნებული იმაზე, რომ რამენაირად აი ეს გაიკვალო გზა მიუხედავად რაღაც პრობლემებისა და მით უმეტეს, როდესაც ადამიანის და ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობას ეხება საქმე, რა თქმა უნდა, იქ ასე ერთი ხელის მოსვით ვერ შეამოწმებ პრეპარატს და უშუალოდ ან რამე წამალს, იმიტომ რომ სიცოცხლეზე ალაპარაკი და ჰაერზე ვერ შეამოწმებ. დღესდღეობით შეგვიძლია უბრალოდ აღვნიშნოთ ისიც, რომ კომპიუტერული კიბერნეტიკური ტექნოლოგიების და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტის გაჩენის შემდეგ შესაძლებელია უკვე კიბერნეტიკური და მათემატიკური მოდელირება რაღაც პრობლემების და ამის და უშუალოდ აქედან დაჩქარებულად ახსნა და ამით აიხსნება პრინციპში ბოლო წლების ანუ სწრაფი მიღწევები რაღაცეებში, რაზეც ძალიან ბევრი სკეპტიკური აზრი მოდის ხოლმე თუ როგორ შეძლეს ადამიანებს შეძლეს, იმიტომ კი არა რომ ჩვენი გონება აჩქარდა, არამედ იგივე აი რაც ვახსენე კომპიუტერული ტექნოლოგიები. თუმცა მანამდე ეს ყველაფერი ძალიან ნელა მიმდინარეობდა და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი დაბრკოლების წინაშე იდგნენ ექიმები და ის ადამიანები, ვინც ინტერესს გამოხატავდა მედიცინისადმი და იყვნენ ჩართული. დღეს ფსორიაზის მიმართ ცნობიერების ამაღლების დღეა, ეს ერთ-ერთი კანის, ასე ვთქვათ, ვერაგი დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა მიზეზით იჩენს თავს, ამაზე უკვე სპეციალისტები უფრო ასე ვთქვათ, დაწვრილებით დაგველაპარაკებიან, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რაც მანამდე აღნიშნეთ, რომ დღეს დაჩქარდა ძალიან კვლევის და გამოკვლევის მეთოდები, მაინც გამოწვევად რჩება სხვადასხვა დაავადებები, ამ შემთხვევაში ფსორიაზზე ვილაპარაკებთ და ჩვენი სტუმარია ნერიმან ცინცაძე, რევმატოლოგი. დღემშვიდობისა მოგესალმებით. გამარჯობა, გაბატონ ნერიმან. დღემშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის დღევანდელ დღეს. და მინდა მოგილოცოთ ეს დღე და ეს შთამაგონა ჩემმა პაციენტმა ერთ-ერთი გადაცემის შემდეგ გამოვედი და მირეკავს პაციენტი ჩემი და მილოცავს დღეს ჩვენი დღე ყოფილაო. ასე რომ ჩვენი დღეა ექიმების, პაციენტების, საერთოდ სამედიცინო პერსონალის და იმ გუნდისა, რომელიც ჩართული არის აი ამ საქმეში და უნდა ვთქვა, პატა ძალიან კარგი შესავალი გააკეთე, რომ დღეს რა თქმა უნდა ამ ტექნოლოგიების შესაბამისად დღევანდელი დღის სწრაფი განვითარების შესაბამისად რა თქმა უნდა მედიცინაში ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და მიმართულებით. როგორ გიკეთებთ? მაგისტრის მოგიწიოთ რომ თქვენი ლაპარაკობთ და არა ჩვენ. ძალიან საინტერესო იყო თქვენი მიდგომა. იცით, ყოველთვის ასეთ კითხვა გვიჭდება ხოლმე, როდესაც რაღაცის დღეს აღნიშნავთ, რა ძალიან მნიშვნელოვანია და სალაპარაკოა და რომ ვიღაცა თუ ინტენსიურად გიყურებს, შეიძლება თქვას, რომ წლიდან წლამდე შეიძლება ამაზე ილაპარაკო. კი, შეიძლება, სანამ
ყოველ ჩვენგანში არ გაჯდება ეს ცნობიერების ამაღლების დღეები იარსებებს, იმიტომ რომ ამაზე უნდა ვიფიქროთ, ვილაპარაკოთ, მაგრამ თქვენ ეს უნდა გკითხოთ, რომ რაში დაგვეხმარება კონკრეტულად დაუშვათ ფსორიაზის შემთხვევაში, ეს ცნობიერება ავიმაღლე, ვიცი, რა უნდა ვიცოდე. რა დამეხმარება იმაში, რომ უკეთესად გავუმკლავდეთ ჩვენ დაავადებას, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა ჯერჯერობით ამის წინააღმდეგ იბრძვის. რა თქმა უნდა, აი ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ და მე პატა ძალიან ბევრი იმას კითხვაზე ვეთქვი, ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ თქვენთან შეხვედრა ყოველთვის ძალიან საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანია ექიმებისთვის და პაციენტებისთვის, რა თქმა უნდა. რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას უშველებელი მნიშვნელობა ის აქვს, რომ პაციენტ უყურეთ დაჟე დღევანდელ ლოგოს, აი ამ ჩვენი ფსორიაზის დღის ლოგო არის ასეთი. დომინოს ეფექტის გაგება. დომინოს ეფექტი და რატომ დომინოს ეფექტი და კარგად აღნიშნე რომ ეს ძირითადად კანის დაავადებაა. რა თქმა უნდა, კანის დაავადება უმეტეს შემთხვევებში, მაგრამ 30% ის აუცილებლად მიმდინარეობს სახსრების დაზიანებით და ძალიან სერიოზული დაზიანებით მიმდინარეობს. ისეთ დაზიანებით მიმდინარეობს, რომ ეს დაავადება ფსორიაზული ართრიტი მაგალითად შედის იმ დაავადებების ხუთეულში, რომლებიც იწვევენ სახსრების არა დეფორმაციას ვამბობთ, არამედ დასახიჩრებას, ძალიან სერიოზულ დასახიჩრებას და ეს პაციენტები ძალიან სწრაფად მიდიან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსამდე. ეს ერთი და დაავადება არის მულტისისტემური. ეს არ არის მხოლოდ კანის ან სახსრების დაავადება, ხომ? ეს არის აუტოიმუნური დაავადება და უკვე აუტოიმუნური დაავადება არა მარტო ექიმებს, უკვე პაციენტებსაც რომ ესმით, ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის სხვა სისტემების დაზიანებაც და ჩვენ ყოველთვის გართულებებს ველით არა კანისგან, რაც ძალიან შემაწუხებელია პაციენტისთვის, ზოგ შემთხვევაში სტიგმა, უმეტეს შემთხვევაში, არამედ შინაგანი ორგანოების გართულებებისგან უნდა დავიცვათ თავი, რომლების მიმდინარეობს ძალიან შენელებულად. ასე რომ ექიმა დასაწყისში რა თქმა უნდა რევმატოლოგის მოვალეობა ამას სერიოზული ყურადღება თავიდანვე მიაქციოს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ექიმი რჩება ყურადღების გარეშეც. მე ახლა მხედველ, იმიტომ რომ რატომ რჩება ამაზეც თითქოს რაღაცა არის ახსნა, მაგრამ მე მაინც ამას ახსნათ ართული, იმიტომ რომ პირველივე დღიდან ეს იქნება ოჯახის ექიმი, თუ ეს იქნება რევმატოლოგი, უნდა გაითვალისწინოს რაღაც ეტაპზე მე აუცილებლად შევეჯახები შინაგანი ორგანოების დაზიანებას. ანუ ვიზუალურად შეიძლება არ დამეტყოს რაღაც შემთხვევაში და ამ დროს შინაგანად მანგრევდეს. აბსოლუტურად გეთახვები. მაგალითად პანკრეატიტის განვითარება შეიძლება იყოს, ღვიძლის სხივოვანი დისტროფია, სიზარღვების ანთება, ვასკულიტები, შემდეგ აორტის ანთება შეიძლება ძალიან ხშირი შემთხვევები ყოფილა, თურმე აი აორტიტის განვითარების. და რა მნიშვნელობა აქვს ამას? მნიშვნელობა აქვს ის, უყურეთ, აი ამ ლოგოს მიხედვით, რა არის ახლა მნიშვნელოვანი, აი რა მოტივი აი ამ დღისა რა არის? რომ პაციენტებს აუხსნან ეს რა დაავადება, ეს ერთი, მეორე, რომ თავი არიდონ ებრძოლონ სტიგმას. სტიგმა არის ძალიან სერიოზული ზოგ შემთხვევაში, როცა კანის დაზიანება სერიოზულად არის გამოხატული. და მესამე, დროული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა. ეს ერთია და მეორე კიდე მე მიხარია და აღნიშნე კიდეც ასეთი რაღაცა, რომ ცნობიერების ამაღლებამ ამ ბოლო დროს ამაზე ლაპარაკმა მოიმატა, ხო? და თქვენი საშუალებით მოიმატა ამაზე ლაპარაკმა, იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა ექიმებმა და სამედიცინო პერსონალმა ვილაპარაკოთ პაციენტებთან ან ჩვენს უვიწრო წრეში, ეს ვიწრო წრეა, მაგრამ როცა ასე საჯაროდ ვილაპარაკობთ ამაზე და ყოველთვის თითქმის აი ამ დღეებში თქვენი მოწვევით ხვდებით ჩვენ სტუდიაში და ვლაპარაკობთ ამ თემაზე, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მერე ოქტომბერი არის გასათვალისწინებელი კიდე იმით, რომ აი ამ თვეში არის ძალიან ბევრი ცნობიერების ამაღლების დღეები. და ახლავე მინდა სანამ ახსოვს ამის შესახებაც თქვი, რომ აი ამ თვეს დაემთხვა ის, რომ ჩვენმა ახალგაზრდა ექიმებმა შექმნეს ასეთი საზოგადოება, დასავლეთ საქართველოს პაციენტთა ცნობიერების ამაღლების საზოგადოება. და ეს მათი ინიციატივა ძალიან კარგი გეგმა გააჩნიათ და შემდეგში ალბათ ძალიან საინტერესო იქნება თქვენი ალბათ მათთან შეხვედრა, რა აქვს დაგეგმილი, ძალიან საინტერესო გეგმები აქვს ამასთან დაკავშირებითაც. და ეს ხელშეუწყობს იმას, რომ პაციენტი დროულად მივა ექიმთან, დროულად დასვამს დიაგნოზს და შესაბამისად მკურნალობაც იქნება დროული. კი ბატონო. არაჩვეულებრივი ინფორმაციისთვის უღრმესი მადლობა და მაინტერესებს ვის შეიძლება დაემართოს ეს დაავადება, აქვს თუ არა გენეტიკური სახე და არიან თუ არა რისკ ფაქტორები ბავშვები ამ დაავადების მიმართ.
საერთო დაავადების გავრცელება საკმაოდ გავრცელებული დაავადება არის და ისე მონაცემების მიხედვით მსოფლიოში ხომ ამ დაავადების 8.3% არის დაავადებული ფსორიაზის სხვადასხვა ფორმით. აი ძალიან ბევრი ფორმები არსებობს და კიდე არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მონაცემებია. განსაკუთრებით დიდი მონაცემები არის მაგალითად განვითარებული ევროპის ქვეყნებში და დიდი მონაცემები არის აი ამ დაავადებისა ინდოეთში. Ну, ეხლა მიდის კვლევა, რატომ ყველაზე დიდი მონაცემები მაინც არის ინდოეთიდან 24% მოსახლეობისა. სხვადასხვა შტატების მიხედვით არის 4%-დან 24%-მდე. აი საინტერესო არის ის შტატი, სადაც 24%-ია. რაც შეეხება ბავშვებს და მოზარდებს, ბავშვებში ამ დაავადების განვითარების ალბათობა კი არა, მონაცემები არის 2.8% სადღაც და 4.3% არის მოზარდ მოსახლეობაში. ბავშვებში ჩვენ ყავს ბავშვები, პატარა ბავშვები, ესე იგი 10 წლის ბავშვი, აი რომელიც ჩემთან არის მაგალითად მკურნალობს და 16 წლის, მაგრამ აქაც არის ყურადღება გასამახვილებელი იმაზე, რა ფორმა ფსორიაზის არის ეს სუფთა კანის ფორმა, ჭეშმარიტი კანის ფორმა ფსორიაზი, თუ ეს არის ფსორიაზული ართრიტი. აი რევმატოლოგი ერთვება საქმეში მაშინ, როცა არის ფსორიაზული ართრიტი, ან შინაგანი ორგანოების დაზიანება, თორემ სხვა შემთხვევაში, როცა არის აი კარგი სურათები გაქვს ძალიან სუფთა კანის ფორმა, ჭეშმარიტი კანის ფორმა, მაშინ ამას მკურნალობს მხოლოდ დერმატოლოგი, მაგრამ მას ყოველთვის აქვს მხედველობაში ის, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ მაგალითად ამას დაემატოს ან სახსრების დაზიანება, ან შინაგანი ორგანოების დაზიანება. ანუ ქრონიკული დაავადებაა. ქრონიკული და ფაქტურად რემისიას თუ შეიძლება მივაღწიოთ, ანუ სრული განკურნება ჯერჯერობით არ ხდება როგორც კი. ეხლა უყურეთ დღევანდელი შესაძლებლობები და რატო ამობის დასაწყისი ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ იმედის მომცემი არის ძალიან დიდი. დღევანდელი მიდგომა არის ასეთი. თქვენ მოგახსენებთ, ნუ ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩვენი მსმენელის საყურადღებოთ, რომ დღეს რევმატოლოგიაში პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება, ეს არის ტკივილგა არასტეროიდული ანთები, შემდეგ ჰორმონები, სტეროიდები, შემდეგ იმუნოდეპრესანტები, რომელიც იმუნურ სისტემას აკვეთებს და ყველაზე მაღალი დონის პრეპარატები, ეს არის ბიოლოგიური მედიკამენტები, ეს არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ზოგჯერ ეს ეშლება თამაში. ეს არის ბიოლოგიური მედიკამენტები, იმიტომ რომ ისინი მოქმედებენ ბიოლოგიურ კომპონენტზე, მის ინჰიბირებას იწვევენ. და დღევანდელი აი ეს ბიოლოგიური მედიკამენტები, რომლის მიმართაც შემიძლია თქმა ძალიან დიდი ასეთი შვებით და სიამაყით ჩვენს გვაქვს წვდომა ჩვენი რეგიონის ექიმებს, ეს არის მედიკამენტები, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვაღწევთ ხანგრძლივ რემისიას, მაგრამ ბიოლოგიური მედიკამენტების მიმართ არის შემდეგში ასეთი მოთხოვნა, რომ ეხლა აი მიმდინარეობს კვლევა ძალიან ბევრი მედიკამენტებისა ბიოლოგურის, რომლის მოთხოვნილება იქნება არა მხოლოდ რემისია, არამედ განკურნება, აი წამოვიდა ახალი ტერმინი, განკურნებაც უნდა იყოს, ესე იგი ამ ბიოლოგიური მედიკამენტებისგან მოელიან და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ახლო მომავალში ჩვენ გვექნება ეს პრეპარატები. და რაც კი და ამიტომაც ვამბობ, რომ აი ცნობიერების ამ მაინც არიან აჭარაში მიუხედავად იმისა, მე 3 წელია ეს პროგრამა მუშაობს, მაინც არიან შემორჩენილი პაციენტები, რომლებსაც აქვთ ფსორიაზი, ფსორიაზული ართრიტი და რა კიდე გასათვალისწინებ და რომლებიც არ არიან არიციან აი ჩვენი იმის შესახებ, რომ ჩვენ გვაქვს წვდომა აი ამ პრეპარატებზე. აი არის კიდე ასეთი მომენტი, რომ პაციენტს აწუხებს მაგათაც სახსარი, ქონდა ასეთ ძალიან საინტერესო შემთხვევა, სახსრები სერიოზულად აქვს დასმული, ну, ოსტეოქონდროზი ხომ ჩვენთან ძალიან მოდაში, ყველაფერი ოსტეოქონდროზია. ყველას გვაქვს. ხო, მაგრამ არ არის ყველაფერი ოსტეოქონდროზი. იმ ხერხემალში არის 1000 სპონდილიოზები, სპონდილოართრიტი, იქ არის ყესების ანთება, 1000 კომპონენტია, კი იცი? და ამიტომ ყველაფერი ოსტეოქონდროზი არის და სპონდილოართროზი ხშირად რჩება ყურადღების გარეშე და მე მყავდა პაციენტი, რომელსაც ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ქალბატონ ნერიმან აი მაქვს ალერგია მუდმივად 13 წლიდან აი აქ ერთ ადგილზე, აი აქ კიდე რამდენიმე ადგილი მაჩვენა. ნუ რას ნიშნავს ალერგია? ვერ ლაგდება ვერაფრით ეს და აღმოჩნდა რომ ეს იყო ფსორიაზი, ოღონდ მისი მსუბუქი კანის გამოვლინება. ის სახსრების დაზიანება, რას იყო? ეს იყო უკვე ფსორიაზული ართრიტი. ესა 22 წლის მამაკაცი, რომელიც ჩავთეთ იმაში მკურნალობაში და გაცილებით გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა, პრინციპში ალაგდა. კი ბატონო. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ აღნიშნული დაავადება არის ავტოიმუნური და
ვსაუბრობდით იმაზე, რომ მეცნიერები არ ჩერდებიან და გრძელდება კვლევა თუ რა არის მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი, თუმცა ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ ვიცით, საიდან ჩნდება ეს დაავადება. რა შეიძლება გამოიწვიოს? ერთ-ერთი მოსაზრებით ასე ამბობენ და რამდენადაც მე ვთვლი ინფორმაციას, ეს შეიძლება იყოს სტრესი. რა ფორმის სტრესი არის აქ საუბარი? ესე იგი, საერთოდ ფსორიაზის რაოდენობამ რომ მოიმატა, ამას ხსნიან მეტნაკლებად იმით, რომ ჩვენ ვართ ყველა სამყაროში სტრესორულ მდგომარეობაში. ხომ ეს არის განსაკუთრებით ფსიქოემოციონალური სტრესები, ნებისმიერ სტრესს აქვს მნიშვნელობა. ფიზიკური სტრესი, აი ნებისმიერი სახის სტრესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თვითონ ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი ნამდვილად ცნობილი არ არის. ნებისმიერ ძალიან დიდი ზეგავლენა გარემოს ფაქტორებმა, რა თქმა უნდა, მოახდინა, იცით რომ გარემოში ძალიან ბევრი ცვლილებებია დაკავშირებული გლობალურ დათბობასთან, დაკავშირებული და ეს ყველაფერი შესწავლის სტადიაში არის ახლა. მაგრამ ფაქტია რომ ფსორიაზის რაოდენობა მოიმატა, ხომ? და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ მიდრეკილებასა. ესე იგი, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფსორიაზი, 60-80%-ში აი ესეთ ინტერვალს, იმიტომ რომ ზოგი ავტორის მიხედვით 60, ზოგი 70, 80%-მდე არის ასეთი ადამიანის ლეიკოციტარული ანტიგენი, რომელიც არის დადებითი. პრინციპში ახლა ფსორიაზი ისეთი ვიზუალურად ისეთი დაავადება, რომლის დიაგნოზისმა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ის მემკვიდრეულ მიდრეკილებასა ჩვენთვისაც აქვს ის მნიშვნელობა, იმიტომ როცა დადებითი არის ის, ყოველთვის ვითვალისწინებთ, რომ შემდგომში უფრო მეტად ველოდებით შინაგანი ორგანოებისგან გართულებებს და ვურჩევთ პაციენტს, რომ ყურადღება მიაქციონ მათ ოჯახში მსვლელობას, რომ აი შვილებს, იქა შვილიშვილებს არ ქონდეთ შესაბამისი პრობლემა. ზოგჯერ შეიძლება კანის პრობლემა გამოხატული არ იყოს, ქონია ძალიან ბევრი შემთხვევა, ძალიან უმნიშვნელოდ იყოს, მაგრამ იყოს სხვა ფაქტორები, მაგალითად წელის ტკივილი, მაგალითად კიდურების დაბუჟება, რომელიც დაკავშირებული არის მაგალითად ხერხემლის დაზიანებასთან. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სახსრების დაზიანება, ხერხემალი და პერიფერიული სახსრების დაზიანება განსაკუთრებით სერიოზული არის ფსორიაზული ართრიტის დროს, ვიდრე სხვა რევმატიული დაავადებების შემთხვევაში. პრინციპში მისი გამომწვევი ჩვენ არ ვიცით. მაგრამ სტრესებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და კიდევ ერთი კითხვა მექნება. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ფსორიაზი შეიძლება ისე მიმდინარეობდეს ჩვენში, რომ ეს არ იყოს ვიზუალურად შემჩნევადი, ხო? მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს სხეულის სხვადასხვა ადგილებში უვლინდებათ ეს დაავადება. ეს უბრალოდ დაავადებას ახასიათებს ესეთი ფორმა თუ გართულებებმა იცის ეს. აი მაგალითად, მე 7 წლის წინ აღმომიჩნდა ეს დაავადება, მე მაქვს ფსორიაზი, უბრალოდ მკურნალობის შედეგად მოხდა ისე, რომ ჩემი მარტივი სიტყვებით რო ვთქვა, მივაძინე ეს დაავადება, ალბათ სწორი მკურნალობის ხარჯზე. მაგრამ მე მქონდა ფეხის და ზურგის არეში, არ მქონდა აი მაგალითად კიდურებზე, თავის არეში. აი ეს რა განსხვავებაა ამ გამოვლინებებს შორის? ესე იგი, რაიმე განსაკუთრებული რომ აი მაგალითად ამ პაციენტს გამოუვლინდება ასე, ამასთან დაკავშირებით ამ პაციენტს ასე გამოუვლინდა რაღაცასთან დაკავშირებით, ესეთ რაღაც არ არსებობს. არსებობს ძალიან ლოკალური გამოვლინებები კანზე და არსებობს გენერალიზებული ფორმას ფსორიაზის. აი იმ შემთხვევაში, როცა მაგალითად ჩვენ ფსორიაზულ ართრიტთან გვაქვს საქმე, ხო? მე მაგალითად, ჩემთან ძალიან იშვიათ კი არა, საერთოდ არ მყავს მე პაციენტი, რომელსაც კანის სერიოზული დაზიანება. ის დაზიანება იმდენად უმნიშვნელო, რომ რამდენიმე პაციენტი საერთოდ არც თვლიდა, რომ დერმატოლოგთან უნდა მისულიყო. აი მაგალითად ალერგიული დერმატიტი რამდენს დაუსვეს იგი დიაგნოზი, რამდენს, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთან კანის ფორმა ვერ ხვდება, მაგრამ მას განსაკუთრებული ლოკალიზაცია არ გააჩნია. ეს ერთი და არის კიდე მეორე მომენტი, რომ აი მაგალითად კანის სიმშრალე, თმების იმის რა ქვია სკალპის სიმშრალე და ხსნიან რომ ეს არის მაგალითად სებორეა მშრალი და ასეთი სიმშრალით მიმდინარე დაავადება, ხო? მე აღმოჩნდა რომ ეს არის ფსორიაზის ასეთი გამოვლინება და როგორც კი პაციენტი ჩვენ ჩავხდეთ მაგალითად პროგრამაში აი ართრიტის გამო, ფსორიაზული ართრიტის გამო და ყველაფერი ალაგდა. მიხვდით, ეს იყო ფსორიაზის გამოვლინება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ექიმები, დერმატოლოგები ან ალერგოლოგები ვერ უკავშირებდნენ ვერაფერს ფსორიაზს. არის ფსორიაზის ატიპიური ფორმებიც, ხო? ეხლა თქვენთან დაკავშირებით რა მინდა ვთქვა, აი ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში
თქვენ თქვით კარგი ტერმინი მივაძინე. უყურეთ, სოფო, მივაძინე. აი ძალიან კარგად განსაზღვრა ეს ამბავი. ეს არ არის რომ დაავადება განიკურნა, ან მიაღწევთ ხანგრძლივ რემისიას. ჩემი გაგებით ხომ? აი ამ შემთხვევაში თქვენ მაინც უნდა იყოთ ბიოლოგური მედიკამენტზე, რადგანაც თავიდან ავიცილოთ შინაგანი ორგანოების დაზიანება და თუნდაც იქ დამოუკიდებლად სახსრების დაზიანება. და ამ შემთხვევაში ძალიან იოლად, როცა მსუბუქად მიმდინარეობს, ჩვენ ვაღწევთ რემისიას. ესე იგი, როცა ვიწყებთ რაღაც განსაზღვრული დოზით ამ პრეპარატის მიღებას, რამდენიმე ხნის შემდეგ გადავდივართ ამ ინტერვალს ვახანგრძლივებთ. აი მაგათაც თვეში ერთხელ, რამდენიმე თვის მერე გადავდივართ თვენახევარში ერთხელ, შემდეგ ორ თვეში ერთხელ და რამდენიმე წლის შემდეგ საერთოდ როცა რემისია გვაქვს, ვანებებთ ამ პრეპარატს დანიშნულს თავს, ოღონდ პაციენტს ვაფრთხილებ, როგორც კი ექნება რაღაცა მომენტები გამწოვებისა, უნდა მიმართოს ექიმს. აი სხვა დაავადების მხრივ არა ფსორიაზის შემთხვევაში, იმიტომ 3 წელია ეს პროგრამა არის. აი მაგათად მეორე დაავადება გვაქვს ჩვენ რევმატოიდულ არტრიტის, სადაც ბიოლოგური მედიკამენტებს ვიყენებთ და იქ ყავს რამდენიმე პაციენტი, რომელიც საერთოდ მოხსენით მკურნალობისგან. ეს მართლა ბედნიერება ექიმისთვის, როცა პაციენტი მოდის და გეუბნება, ან მაგათაც ზოგჯერ ვეუბნებთ, რაღაცა ეს პაციენტი არ ჩანს და როგორ ხარ, ექიმო არ მჭირდება. ისე მაინც გამოიარებ უბრალოდ. არა, მაინც უნდა დააკვირდეს შინაგან ორგანოებს. ხო? აი ეს ბედნიერება ჩვენ რევმატოიდული არტრიტის შემთხვევაში გვაქვს. ჯერჯერობით ახალი დაწყებული პროგრამა მაინც 3 წელია და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პრეპარატები გვაქვს ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ასეთი შედეგი. კი და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, აქ მე როცა ვთქვი, რომ მივაძინე დაავადება, ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მაწუხებს არაფერი. აი ჩემ შემთხვევაში ასე ხდება, როდესაც პირობითად რაიმეზე გავნერვილდები, შინაგანი არ ვიცი როგორ გადმოვცე ეს სიტყვებით შინაგანი აურზაური მეწყება სრულად მათ შორის სახსრების ტკივილის და ვფიქრობ დღეს თუ ჩემი სტუმარი ხართ ხოლმე ვიქნები თქვენი სტუმარი აუცილებლად სოფო თუ არა და დაგირეკავ და დაგიძახები იმიტომ რომ მიუბრუნდეთ მაინც ანუ ამაღლების დღეს, ანუ ცნობიერების ამაღლების დღეს, რა შეიძლება ვუთხრათ იმ ადამიანებს, ვინც ახლა გვიყურებს, ან ვინც აპირებს, რომ გადაახბიოს და მას უყუროს თავიდან, რას მიაქციონ ყურადღება და რა შემთხვევაში იქნება აუცილებელი, რომ დროულად მოგმართონ, მით უმეტეს, ახლა ისეთ რაღაცებზეა ლაპარაკი, ისეთ პრეპარატებზე, რომლებიც შეიძლება ხანგრძლივად იხსნან ადამიანი არა მარტო დისკომფორტისგან, არამედ ცხოვრების დასახიჩრებისგან, როგორც თქვენ აღნიშნეთ. ესე იგი ძალიან კარგი კითხვაა და რატომ მე ვთქვი ასეთი რაღაცა რომ პაციენტების ნაწილი რაღაცნაირად რჩება ყურადღების გარეშე არ არიციან ამ პროგრამის შესახებ ან არიციან რომ უნდა მიმართონ ექიმს ხომ და ვთქვი კიდე იმის შესახებ რომ ზოგჯერ ეს ძალიან ატიპიურად მიმდინარე ან ძალიან მსუბუქი ფორმით მიმდინარე ნებისმიერ შემთხვევაში თუ პაციენტს არ აქვს დიაგნოზი რაღაც სხვა დასმული ნუ კანის დაზიანების შემთხვევაში მაგრამ არ აქვს დიდი ეფექტი მე ვფიქრობ ერთხელ მაინც უნდა მიმართოს ექიმს და ეხლა უნდა ასეთი რაღაცა კიდე რომელსაც აქვს კიდე გამოცდილება უკვე დიდი ბიოლოგური მედიკამენტებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩვენ გვაჩვენა ბიოლოგური მედიკამენტებით მკურნალობამ, რომ ზოგ შემთხვევაში როცა ეჭვიც არ იყო ფსორიაზე, აღმოჩნდა რომ იქ იყო ფსორიაზე. მე მაგათაც დაუნიშნე მკურნალობა ართრიტის გამო, ხომ ფსორიაზული ართრიტის ჩემთვის იყო რომ მომცა იქ მე გენეტიკური რა ქვია მას HLA გენეტიკურად და ჩავთვალე რომ საჭიროა და დამნიშნე ხომ და ეს ალაგდა ყველაფერი არა ამიტომაც თუ ასეთი სავარაუდო დიაგნოზი ვინმეს გააჩნია ესე არ აქვს ეფექტი ხო მაინც ერთხელ მიმართოს ექიმს დერმატოლოგს რომ გაარკვიოს მდგომარეობა ეს ერთი და კიდე ახლა მე მოუწოდებთ ალბათ ჩვენს პაციენტებს და ჩემს კოლეგებს ოჯახის ექიმებს პრინციპში ჩვენ ოჯახის ექიმებთან ძალიან კარგი ტანდემი გვაქვს უკვე და ოჯახის ექიმები ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობენ რევმატოლოგებთან მე კიდევ ვფიქრობ რომ ყველა შემთხვევა, როცა პაციენტს აწუხებს სახსარი. ან ახლა მე ვარ რევმატოლოგი და მოდი ახლა მე ვიტყვი მაინც ხას გაუსვამ სახსრს, ერთხელ მაინც რევმატოლოგის კონსულტაცია უნდა ჩატარდეს. და რატომ? თუ ადრე დაისმება დიაგნოზი და დღეს ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობები. ჩვენ დღეს გვაქვს იმუნოლოგიური ტესტები, ისეთი რომ რაღაც 60-70-80% გვაძლევს უკვე გამზადებულ დიაგნოზს, დადებით პოზიტიური როცა ხო? და ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა ადრე დავნიშნოთ ეს ბიოლოგური მედიკამენტები და მივაღწიოთ რემისიას, რომ არ დავაზიანოთ შინაგანი ორგანოები და შეუქცევადად არ დავაზიანოთ სახსრები. და ახლა დავფიქრდი იმაზე, რომ ალბათ ყველაზე კარგი
ბრჭყალებში რეკლამა არის ის გაკურდებული ადამიანები, ვინც ეს ბიოლოგიური პრეპარატი მიიღო, ვინც პროგრამაში იმყოფება თქვენთან, ვინცაც ეთყობა რომ აშკარად განიკურნა, ახლა ყოველი ადამიანი ისწავს 10 და 20 ადამიანს გარშემო, ვინც კიდარ დააკვირდებოდა რომ ადამიანს მანამდე რაღაცა აწუხებდა და მე არ აწუხებს, ეს ყველაზე კარგი საშუალებაა, ალბათ დააკვირდით ერთმანეთს და ასე გადაეცით ინფორმაცია, იმიტომ რომ ერთია რასაც დავუშვათ მანამდე ვთქვით ხო, ერთია რომ ლაპარაკობთ ცნობიერების ამაღლებაზე და მეორე ფაქტები, როდესაც შეიძლება თქვა რომ იცი რა, აი ხედავ, აღარაფერი აღარ მაქვს და მეშველა ამ პროგრამის საშუალებით. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამას, როცა ისეც ხომ იცით ჩვენი ადამიანების იგენ წნევის სიმას სწავლებს ღებულობენ მეზობელმა მირჩიაო და ამ შემთხვევაში წნევის სწავლები მეზობლების რჩევით მართლა არ უნდა მიიღოთ. მართლებს ხო? არ უნდა მიიღოთ არავითარ ხო, შემთხვევაში. რა თქმა უნდა. ბებიაჩებს ქონდა ეს არა ის შემთხვევა, როდესაც შეიძლება თქვენც იგივე ქონდეთ. რა მაინტერესებს, თუ არის ასაკობრივად დაუშვათ რაღაც რისკ ფაქტორი, ან ისეთი რაღაც, რომ დაუშვათ ხო ამბობენ, რომ აი 30 წლის მერე აუცილებლად წელიწადში ერთხელ უნდა იარო გინეკოლოგთან, უროლოგთან, იმასთან, ამასთან. ამ შემთხვევაში რა ასაკია, როდესაც დაუშვათ მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ შეხება არ ქონდა ფსორიასთან, მაინც გამოვიარდა და გამოვიკლოთ. უფრო მეტად ვლინდება 20-40 წლის ასაკში ეს დაავადება, მაგრამ ბავშვთა ასაკშიც შეიძლება გამოვლინდეს. ამიტომ მაინც ველოდოთ ახლა ამ დაავადების განვითარებას, ასე ვერ დაველოდებით, ხო? მაგრამ თუ რაღაც მომენტში შეამჩნევენ, რომ განსაკუთრებით თუ გენეტიკური მიდრეკილება აქვს, რომ რაღაც დაზიანებას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, უკეთესია დროულად მიმართონ. ასე რომ პროფილაქტიკა გაქვს შემხედველობაში, ხო? პროფილაქტიკა არის ეს უბრალოდ დროულად ყურადღების მიქცევა და მეტი არაფერი. კი, ანუ როგორც შევხედე, ახლა თუ დაუშვათ კანის ფორმა არ ვლინდება და იქ რაღაც სახსარება შემაწუხა, მინიმუმ რევმატოლოგს მაინც მივაკითხო და თერაპევტს იმისთვის, რომ ვაი და იქნებ ეს უბრალოდ ის გადაჭიმული სახსარი არა ვარჯიშის დროს და იქნებ რაღაც დარმა და ანთებამალ და იქნებ საერთოდ ფსორიაზი მაქვს. აი, აბსოლუტურად გეთანხმები. ახლა მე როცა ჩვენ რევმატოლოგები სახსრის ტკივილით მოდის პაციენტი, აუცილებლად ვეკითხებით, რომ იქ კანის მდგომარეობა როგორა. გონიმა არა, აი თავის დაზიანება შეხედეთ, ზოგ შემთხვევაში სახსრები აწუხებს და მხოლოდ ასეთი ქერცლი შეიძლება ქონდეს. ეს ახლა სებორია მეგონა მეც. კი, და ეს არის ერთადერთი ფსორიაზის გამოვლენა ერთადერთი. შეიძლება იყოს და დამთავრდა. კიდევ უფრო მსუბუქი ფორმით ვიდრე და ამ დროს head and shoulders ისხამს სავზე, ანუ ისე ამბობა ის გარეგან. ძვირად ნებისმიერ რეკლამა გამოვლინდეს ახლა და ამ დროს პირიქით უარესაა. კი, უარესა შეიძლება არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდი ხეირი არ იქნება ამისგან და აი დრო მიდის, დროს უკარგავთ და ვაღწევ უკვე კომორბიდების განვითარებისგან მივდივართ. ამიტომ ნებისმიერ ასეთ ცვლილებების დროს უნდა მიმართონ ექიმს და იმას ვამბობთ, რომ აი მოვიდა სახსრით, ვეუბნები, რაღაცა უმნიშვნელო აგიხო და მე უკვე ეჭვი მივიტანე, რომ იქ რომ სპონდილიოზი განვითარდა, ხო? აქ შეიძლება იყოს ფსორიაზი და აი მოხდა ასე, რომ მყავს ორი პაციენტი მასეთი. ერთი რაღაცა კიდე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს, როცა ჩვენ ვიწყებთ კურნალობას, არა მარტო სახსრებს ვარგებთ, ან არა მარტო კანს, მთლიანად შინაგან ორგანოებს ვაჩერებთ იმ პროცესს, რაც შინაგან ორგანოებში მიმდინარეობს. და საერთოდ როცა ლაპარაკობენ, რომ აი მაგათაც ფსორიაზული ართრიტის შემთხვევაში, ფსორიაზის დროს სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება 8-10 წლით, მართლაც ეს ასეა, მაგრამ ეს ისე ნელა-ნელა მიმდინარეობს, რომ ადამიანს შეიძლება 80 წლის ასაკამდე არაფერი მოსულოდა და 60 და აი 60 ან 50 წლისას ანგულის გართულებებით აზიანებს გულსაც. ან თუ კიდე 80 წელსაც შეიძლება 90 და 100 უნდა ეცხოვრა. ხო, ეს არის ძალიან სერიოზული კვლევები ამის თაობაზე. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია ამაზე რა თქმა უნდა გავაგზავნოთ საუბარი და წლიდან-წლამდე მაინც მოგვიწევს ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი რაღაც არის, ბოლო-ბოლო ჩვენ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება თავმჯდომარეობა ძალიან. მადლობა თქვენ. დამებაინა. მადლობა უღრმესი და მე მინდა მაყურებელს ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე უთხრა, რომ ძალიან ამ დროს, როდესაც თუ თქვენ ფსორიაზი გაქვთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ ცხოვრებას, კვებას და მავნე ჩვევებზე უარის თქმას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე ასე ვიცი, რომ პირდაპირ მოქმედებს ამ დაავადების განვითარებას. რაც ისედაც ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან საჭიროა ჯანსაღი ცხოვრება და ჯანსაღი კვება და ქიმიურად მოწამლულ სამყაროში თუ შესაძლებელია მაქსიმალურად ნაეცადოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
დავბრუნდით და გადაცემას ვაგრძელებთ მორიგი საინტერესო თემით, მიმდინარე კარგი ამბით, რომლის შესახებაც შეიძლება ჩვენმა თანაქალაქელებმა უკვე იციან, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენოთ, მოკლედ ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის სხვადასხვა ქალაქთან ერთად, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ასე შემდეგ, ნომინირებული გახლდათ ევროპის 4 სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულებით. ევროპის გალა ცერემონია იტალიაში გაიმართა, სადაც ბათუმმა შესანიშნავ ქალაქებს შორის მთავარი პრიზი მოიპოვა. ბათუმი ევროპის 4 სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. რას ნიშნავს ეს ჯილდო ზღვისპირა ქალაქისთვის, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სტუმარ მასპინძლობით. ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, ქალბატონ თინათინ ზოიძესთან ერთად. დღემშვიდობის და მოგწარით. ილამშვიდობის. პირველ რიგში გილოცავთ ამ მიღწევას, რომელსაც ძალიან დიდი შრომა ჭირდება და ამ შრომის შედეგია ის ჯილდო, რომელიც დაიმსახურა ქალაქმა, ასევე მინდა აღვნიშნო, გუშინ ჩვენ ვისაუბრეთ პროექტ გამომყევი აჭარაში, ამ პროექტის დასრულებასაც და მიღწეულ წარმატებას. მოდით დავუბრუნდეთ ახლა მთავარ თემას. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქალაქისთვის, აი ეს ჯილდო, რომელიც მოიპოვა, რისი დასტური არის? ის რომ ბათუმი, ეს ჩვენი ლამაზი ქალაქი, ევროპის 4 სეზონის ტურისტულ მიმართულებების სიაში ნომინირებული იყო და გაიმარჯვა და პირველ ადგილზე გავიდა და თქვენ აღნიშნეთ ისეთ წამყვან ტურისტულ ევროპულ მიმართულებებს შორის, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, როგორც ტურისტულ მიმართულებებს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი აღიარება ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის და მთავარი საკითხი რაც არის, აღიარება იმისა, რომ საქართველოს ბათუმი არის მრავალფეროვანი 4 სეზონის ტურისტული მიმართულება, რა თქმა უნდა, მოუტანს დიდ ცნობადობას ჩვენს რეგიონს და ქვეყანას, ხას გაუსმევს იმას, რომ ბათუმი საქართველოს არის უსაფრთხო საინტერესო მდგრადი ტურისტული მიმართულება. ერთის მხრივ ეს დაგვეხმარება, რომ ჩვენი რეგიონის პოპულარიზაცია კიდევ უფრო გავზარდოთ, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ კომუნიკაცია დავამყაროთ ყველა დიდ ტუროპერატორებთან, ავიახაზებთან, ტურიზმის სფეროს და სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ტურისტული პროდუქტების შემუშავებაზე, მომზადებაზე, გაყიდვებზე, რაც რა თქმა უნდა განუყოფელი ნაწილია უშუალოდ ტურიზმის ნაკადების ზრდის. და ასევე ეს არის ძალიან დიდი мотивация ზოგადად აჭარაში ტურიზმის სექტორისთვის, რომ ის სერვისები და პროდუქტები, რაც რეგიონში გვაქვს, მათ ექნებათ უფრო მეტი мотивация, რომ კიდევ უფრო განავითარონ და კიდევ უფრო დახვეწონ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დადებითი, პოზიტიური мотиваციის მომცემი, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს არის ძალიან დიდი შრომის შედეგი, არა მხოლოდ სახელმწიფოს ან ტურიზმის დეპარტამენტის, ეს არის საერთო წარმატება ჩვენი რეგიონის და იმ ტურისტული ობიექტების, გიდების, სააგენტოების, ტუროპერატორების, ტურიზმის სექტორის ზოგადად იგივე სატრანსპორტო კომპანიების, რა ვიცი, ყველა სფერო რაც ჩართულია ტურიზმის ჯაჭვში, რა თქმა უნდა, ის რომ ჩვენს შესახებ უკვე ძალიან ბევრმა იცის და მით უმეტეს ნომინირებული ვართ, როგორც ევროპის 2025 წლის 4 სეზონის ტურისტულ მიმართულებად, ჩვენი ყველას ერთად ძალიან დიდი წარმატება და აღიარება. თინათინ ერთია ეგ ამბავი და მეორეა დაუშვათ ასეთი ჯილდოები мотиваციას გვაძლევს თუ ხანდახან გვანელებს ხოლმე, იმიტომ რომ თვლით რომ აი რახან ჯილდო მივიდა, აი ესაა რაცა. ანუ მერე რა ხდება ამის მე? мотиваციას გვაძლევს და გეტყვით რატომ. კონკრეტულად ეს მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ჯილდო მაგალითად ერთხელ თუ რეგისტრირებული ხარ, თუ მაგალითად ტურისტული დესტინაცია არ აქტიურობს, განაცხადებს არ ტვირთავს, მე აქცევენ ყურადღებას მაგალითად დღეს ყველაფერი Google-ის საძიებო სისტემაშია, იგივე კომენტარები იქნება თუ რამდენი ადამიანი ეძებს ბათუმს ან საქართველოს, დადებითი კომენტარებია თუ უარყოფითი და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერზე არის დამოკიდებული ის ჯილდოები და აღიარება, რასაც ჩვენ ვიღებთ და ამისთვის სპეციალური პლატფორმებია შექმნილი, რომელიც უშუალოდ ამ ეგრეთ წოდებულ დეიტაბაზას ამუშავებს და რა თქმა უნდა დიდი мотиваცია არის პირადად ჩვენთვის როგორც ტურიზმის დეპარტამენტისთვის, რომელიც საერთაშორისო პლატფორმებზე მუშაობს, რომ ბათუმს და საქართველოს გაუწიოს პოპულარიზაცია, რა თქმა უნდა ეს არის დიდი мотиваცია და ჩვენ როცა საერთაშორისო ღონისძიებებზე ვართ, როდესაც მე პირადად მაგალითად პრეზენტაციას ვაკეთებ, ძალიან დიდი სიამაყით თამამად შემიძლია გამოვიდე და ვთქვა, რომ აი ბათუმი
ბათუმი დასახელდა, სახელდება, მე რამდენი ჯილდოა და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს ისეთ პატარა მიმართულებას, როგორც საქართველო არის, უფრო დიდ ძალას აძლევს, თავდაჯერებულობას აძლევს, უფრო მეტ ნდობას აღწრავს ვიზიტორებში და იმ ტურიზმის სექტორში, რომლებთანაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ შეიძლება ჯილდო მივიღეთ და იცი რა მაგრები ვართ და მოვეშვათ, ეს ნაწილი ვერ ვიტყოდი რომ აჭარას ახასიათებს, იმიტომ რომ აჭარაში ძალიან მოტივირებული ადამიანები არიან. გულწრფელად რო გითხრათ, მთაში როდესაც გავივლით ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე, ვიტყვით რომ აქ შესაძლებელია ტურისტული პროდუქტი განვითარდეს და მანიშნებელი დაისმება, მეორე კვირას რო ახვიდე, უკვე იქ დაწყებულია მშენებლობა, რაღაცის განვითარება ადგილობრივების მხრიდან. ამიტომ ჩვენთან უკვე ირწმუნეს ტურიზმის ძალა სექტორმა და ძალიან აქტიურები არიან და მე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მნიშვნელოვან პროექტში ტურიზმის სექტორი ძალიან აქტიურად არის ჩვენთან ერთად ჩართული და ამიტომ ძალიან წარმატებულია ის პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ მათთან ერთად. იგივე თქვენ გამომყევი აჭარაში თქვით, იგივე სატრენინგო პროექტები, რომლებსაც ტურიზმის სექტორთან ერთად ვამუშავებთ. ყველაფერი რაც მათ ჭირდებათ იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ, რა თქმა უნდა, გამოწვევები ჯერ კიდევ გვაქვს და ძალიან ბევრი გვაქვს და ბევრი გვაქვს სამუშაო ყველა მათგანზე. მნიშვნელოვანი გამოწვევა რა, რაცა დაუშვათ ხელი შეშლილო კიდე უფრო რაღაცა, ანუ ამ ჯილდოზე მეტი არსებობს. მართლა კი, სოფლიო ტურიზმის ჯილდო, სოფლიო ტურიზმის დაჯილდოება ერთ-ერთი გამორჩეული ჯილდოა. მთელი წლები, ანუ 40-50 წელზე მეტია ეს ჯილდო გამორჩეულია, თუმცა ამის გარდა ძალიან ბევრი პლატფორმის ჯილდო არსებობს, იგივე შეიძლება იყოს Forbes-ის, Condé Nast-ის, Wanderlust-ის, National Geographic-ის. აი, გამოწვევები ახსენეთ, ახლა ბუნებრივია გამოწვევები ყოველ წელს და წუთას თითოეულ ადამიანს საზოგადოებას ყველას გვაქვს, ხო, სახელმწიფოებს, პლანეტას და ასე შემდეგ და ანუ დაუშვათ იმ ახალ ლეველზე როგორც თამაში ამბობენ ასასვლელად რა გვიშლის მაგალითად ხელს და რაზე მიდის მუშაობა. ხელის შესვლაზე არ არის, უნდა აღნიშნოს ის რომ მაგალითად როგორ არის, თუნდაც ახლა National Geographic-ი რო ავიღოთ, National Geographic-ი ყველამ ვიცით რომ არის National Geographic Travel არის და BBC Travel ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი მაგალითად სანდო პროფესიონალური წყაროზე დაფუძნებული გამოცემები, რომლებსაც რა ვიცი, მილიონობით ადამიანი კითხულობს. იმათ მკითხველებს შორის რეიტინგებში მოხვედრა, ანუ როგორც მაგალითად არის სპეციალური დაჯილდოებები, ვისი სტატიები წაიკითხეს ყველაზე მეტი. ჩვენთვის მთავარი მიზანი არის, რომ ყველა წელს ბათუმის და საქართველოს შესახებ იყოს ისეთი მასალები, თვალდარმტაცი ბუნებით, ფოტოებით და ასე შემდეგ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს ჩვენ შესახებ და ეს იყოს სიღრმისეული ინფორმაცია ჩვენი კულტურის, ტრადიციების, საქართველოს ზოგადად ბუნების შესახებ და ეს არ შეიძლება ერთი წელი გააკეთო და მეორე წელი არ გააკეთო. ანუ თანამედროვე სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ყოველთვის ახალი ინფორმაციას აკეთებს და Google-ში შენ შესახებ თუ ხარ წამყვანი ტურისტული მიმართულება, ყოველთვის ახალი ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს და რა თქმა უნდა ეს დიდი გამოწვევაა, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ დიდ დესტინაციებთან გვიწევს ამ ინფორმაციის გავრცელების ნაწილში კონკურენცია, რომლებსაც როგორ გითხრათ, ახლა ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს, ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, ცნობილები არიან. თუმცა ამ მიმართულებითაც სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პატარა ქალაქი და ქვეყანა, მით უმეტეს საქართველო ღირსეულად არის წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე 25 ქვეყანაში და სადაც წამყვანი ტურისტული მიმართულებები არიან, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ აჭარა იქ ყოველთვის ესწრება, მონაწილეობს, პრეზენტაციას აკეთებს. ეხლა მაგალითად ერთ კვირაში 4-დან 6 ნოემბრამდე ჩვენ ვიმყოფებით ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღონისძიებაზე, ITB ბერლინის შემდეგ, ეს არის WTM ლონდონის, სადაც მთელი მსოფლიოდან ვინმეს თუ ტურიზმის სფეროში დიდი ორგანიზაცია, მედია არსებობს, ყველა იქ არის და რა თქმა უნდა ჩვენც იქ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ღირსეულად ვიქნებით წარმოდგენილი. ჩავლაც კი მნიშვნელოვანია, ყველაფერს თავისთავად. არც თუ მოხვედრა, ხო? კი, და იქ გარდა იმისა, რომ მაგალითად შენ ქვეყანას წარმოადგენდა ულამაზესი სტენდი გვაქვს ყოველთვის საქართველოს ძალიან ბევრი აქტივობებით, მუდმივად ჩანიშნულია შეხვედრები და იქ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ისე არ ხდება, რომ ვიღაცას მიხვიდე და ხელი ჩამოართვა ამ ყველაფრის დაგეგმვა წინასწარ ხდება თვეებით ადრე კონკრეტულ ადამიანებთან შეხვედრების ჩანიშვნა და ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის გვაქვს ყველა მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა ვინც ჩვენთვის არის პრიორიტეტული ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციაში მხარდაჭერის კუთხით, თანამშრომლობის კუთხით და ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო სიახლე გვექნება როგორც ახლა ნოემბერ-დეკემბერში, ასევე მომავალი წლისთვისაც, იმიტომ რომ ერთი წლით ადრე იგეგმება ყველაფერი და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან აქტიურად
მინდა რომ ფეხი აუწყოთ. რომ ერთი წლით ადრე რაღაცა რეგეგმება ჩვენს მონაწილეობთ. კი, აუცილებლად. მახსოვს 10 წლის ზოგადად პრობლემა იყო ნებისმიერ სფეროში ტურიზმზე არ ვლაპარაკობ. ზოგადად რომ რაღაც სტუდენტურ კონფერენციებზე რაღაცეებშიც რომ მონაწილეობდით ხოლმე, გვიკვირდა რომ აი განვითარებულ ქვეყნებში, დასავლურ ქვეყნებში იყო რომ ერთი წლით ადრე ახერხებდნენ იქ რაღაცა აგვისტოს ერთ-ერთ პარასკევს რომ დღე იყო და საათი დაგეგმილი და სულ გვიკვირდა რომ როგორ შეიძლება ხა მაგალითად იანვრის, თებერვალის, მარტის, აპრილის საერთაშორისო ღონისძიებები ყველა გაწერილია უკვე. აი ეს ძალიან მიხარია. როგორ ვემზადებით ზამთრისთვის ახლა ტურისტული მიმართულებით, როგორი არის ამ ეტაპისთვის ჩვენი პოტენციალი? რას თავაზობთ აქ ჩამოსულ ტურისტებს? ესე იგი, ვინაიდან ჩვენ უკვე ისედაც ვიცოდით, რომ საქართველოს 4 სეზონის ტურისტული მიმართულებაა და ზაფხულშიც, შემოდგომაშიც, ზამთარშიც და გაზაფხულზეც თუ ადამიანს სურს მოგზაურობა და მოინდომებს საქართველოს ისეთი უნიკალურია, რომ ყოველთვის იმოგზაურებს ძალიან კარგად. ჩვენ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შემოდგომა ისედაც ძალიან აქტიურია, ძალიან ლამაზი ფესტივალებით და თუ ეხლა მივაქცევთ ყურადღებას, ზოგადად ბათუმში გადანაწილდა დატვირთვის კოეფიციენტები ცოტა სხვანაირად. ახლა მაგალითად ადრეულ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ძირითადად მაინც ბათუმში საერთაშორისო ღონისძიებები, კონფერენციები, შეხვედრები, ყველა დიდ სასტუმროში ეხლა რომ გადავამოწმოთ, აბსოლუტურად ყველგან ყველა შეხვედრის ჩატარების სივრცე და საკონფერენციო დარბაზი დაკავებულია და ტარდება საერთაშორისო ღონისძიებები, სხვადასხვა კომპანიის შემაჯამებელი ღონისძიებები და ასე შემდეგ. ამიტომ შემოდგომა ასე თუ ისე ბათუმში მაინც საქმიანი ტურიზმის თვალსაზრისით ღონისძიებებისთვის ძალიან აქტიურია და არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. რაც შეეხება ზამთარს, ჩვენ გოდერძისთვის ძალიან აქტიურად ვემზადებით, რაც მთავარია თქვენი თვით რო წლის დასაწყისში. კურორტი გოდერძი დასახელდა ევროპაში ყველაზე თოვლუხვიან კურორტად და ეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გლობალური დათბობის გამო ძალიან ბევრ ევროპულ ზამთრის კურორტს შეექმნა პრობლემა და ხელოვნური თოვლს ცდილობენ რომ უზრუნველყონ, ჩვენთან ეს პრობლემა ნაკლებად არის და 3 მეტრზე მაღალი თოვლი გვაქვს და თოვლის ხარისხზე საერთოდ აღარ საუბრობთ. თოვლის ექსპორტი შეგვიძლია. არ გვიფიქრია მაგაზე, მაგრამ შეგვიძლია ვიფიქროთ. კი ბატონო. კი, ვიფიქრეთ. არაჩვეულებრივი. არ გვიფიქრია. დიახ, დაასრიალო. სადამდეც მივა. მაგრამ რა ვიცი, მე მაინც ჩვენ თოლს ჩვენთან დავტოვები. ის რაც ჩვენი არა, მე მჯერა რომ რაღაცა ეს ბუნებაში რაც არის გარემოში, როდესაც მაგალითად მცენარეების აორთქლება და ის ხდება, მე ხარ ვარ ექსპერტი ეკოლოგიის, მაგრამ ის ყველაფერი მაინც შემდეგ მიწაში თოვლის სახით ალბათ ჩადის და ის ულამაზესი ბუნება, ტყე, ყველაფერი რაც გვაქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ გამოჩნდება ვინმე მსურველი, შეგვიძლია ვისაუბროთ და რაც შეეხება ზოგადად სამზადის კურორტ გოდერძიზე ვიცით რომ საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე დასრულდა და თითქმის ბოლომდე ასფალტირებული გზაა როგორც აღმოსავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი ასევე ჩვენთან აქ აჭარიდან გოდერძიზე ასასვლელი გზა ამავდროულად იქ უკვე გვაქვს მაღალი კლასის სასტუმროებიც არის დაგეგმილია უკვე საახალწლო ღონისძიებების ნაწილი იქ რომ აქტიური იყოს კურორტი საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლები აქტიურად ემზადებიან ჯავშნებიც ძალიან კარგად არის უკვე და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ამიტომ ძალიან დადებითი მოლოდინები გვაქვს ზამთრის კურორტისთვის და სად თუ არა კურორტ გოდერძიზე ანუ შეიძლება ითქვას ასეთი რაღაც, აი თან კითხვის სახე იქნება მას, როდესაც რაღაცა კონკრეტული წერტილი ვითარდება, იმის გარშემო გინდა არ გინდა რაღაცები მოყვება უკან, იმიტომ რომ მოთხოვნა ხა იგივე ხდება დავუშვათ გუდაურშიც ისეც ხო? ანუ დავსასრიალო ადგილი, თქვა ხეშად რომ ვთქვა, ერთ კონკრეტულ ადგილზეა, მაგრამ იქ უკვე ტევა აღარა ხალხის და ამიტომაც ხალხი 10 და 20 კილომეტრში იღებს ხანდახან ბინებს. და ჩვენთანაც მსგავსად ხდება, არა მარტო იმ წერტილზე, არამედ ნელ-ნელა კი, რა თქმა უნდა, ეს ტურიზმს ახასიათებს, ანუ არა მხოლოდ თვითონ იმ კონკრეტულ სერვისზე მოთხოვნის გაფართოება, არამედ ამრავალფეროვნებს ზოგადად ტურისტულ პროდუქტს, იმიტომ რომ რასაც მოითხოვს ვიზიტორი, მოთხოვნა და მიწოდების კრიტერიუმები ერთმანეთს კი იცით, ახლა როგორც აბალანსებს და შესაბამისად არეგულირებს, მიმდებარე სოფლები რა თქმა უნდა განვითარდა საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლები ემატება, სერვისები იხვეწება, მაგრამ კიდევ ერთხელ ბევრჯერ ვამბობ და ახაც ვიტყვი, რომ ეს არის პროცესი არ განვითარების. ახლა ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს სიტყვაზე თუნდაც სახლის გადაკეთება, მომზადება
გადადება, საოჯახო ტიპის სასტუმროდ გადაქცევა, მერე სერვისების იქ დახვეწა და ეს რაღაც ერთ წელში მაგალითად 6 თვეში არ ხდება, ამას პროცესი ჭირდება. მეორე მხრივ რა თქმა უნდა, ამას ცოდნა ჭირდება, გამოცდილება ჭირდება, მასალებიდან დაწყებული სხვა ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ ამ მიმართულებითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, იმიტომ რომ ჩვენ როცა კვლევებს ვატარებთ, აჭარაში ზოგადად სერვისის დონე და ლოიალობის კოეფიციენტიც 10%-ით ყოველწლიურად მატულობს და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, იმიტომ რომ იზრდება უკვე იმ კვალიფიციური ადამიანების რიცხვი, რომელიც ჩვენს რეგიონში ტურიზმის სფეროში, სერვისის სფეროში მოღვაწეობენ და ჩვენ ყველა ერთად ვსწავლობთ, როგორ ვიყოთ უკეთესები, როგორ დავხვეწოთ ეს სერვისები და რა თქმა უნდა ისეთი დაჯილდოებები, როგორიც ეხა თუნდაც მიიღო ბათუმმა და აღიარება როგორც მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს და რა თქმა უნდა აქტიურად უნდა გავაგრძელოთ ერთის მხრივ მუშაობა იმაზე, რომ ჩვენი რეგიონი იყოს ადგილობრივებისთვის კომფორტული საცხოვრებელი, მდგრადი განვითარება იყოს რეგიონში და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა პრობლემები იყოს გადალახვადი და რა თქმა უნდა ვიმუშაოთ, არ გვაქვს ისეთი გამოწვევები, რომელიც არ შეიძლება რომ დაძლეული იყოს, პირიქით ძალიან აქტიურად მუშაობს ამაზე შესაბამისი უწყებები და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ადამიანი თავის როლს თუ დაინახავს თავისი ქვეყნის განვითარებაში და გრძელვადიან ჭრილში შეხედავს ჩვენი რეგიონის განვითარების ზოგადად როგორც სტრატეგიას, ასევე ხედავს, რა თქმა უნდა, მივხვდებით, რომ თითოეული ჩვენგანს გვაქვს ძალიან დიდი როლი იმაში, რომ ეს ყველა გამოწვევა იქნეს დაძლეული. იცით რა მაინტერესებს? აღნიშნული ჯილდო, რომელიც ქალაქმა მოიპოვა, ბუნებრივია კიდევ უფრო მეტად გაზრდის ქალაქის და ქვეყნის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით, ხო? თუ გაიზრდება უფრო მეტად ცნობადობა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრად მეტ სტუმარს ვუმასპინძლებთ. ეს პირდაპირ კავშირშია ალბათ ეკონომიკურ ზრდასთან, ხო? რა თქმა უნდა, როდესაც გაზრდილი ნაკადებია, როდესაც გაზრდილი დაინტერესება არის, მოთხოვნა მეტია ზოგადად ჩამომსვლელთა და შესაბამისად მეტ შემოსავალს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა, მეწარმეები და ქვეყანა ზოგადად. თუმცა ამ გაზრდილ ნაკადებს, რა თქმა უნდა, გაზრდილი საჭიროებები ახლავს როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ობიექტების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ამ მიმართულებითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მაღალია ის მაჩვენებელი, რაც მაგალითად თუნდაც განთავსების ობიექტებს შეეხება მაგალითად საშუალოდ წლის ჭრილში სადღაც 7,000-დან 10,000-მდე განთავსების ადგილი ემატება რეგიონს, რაც არ არის დაბალი ციფრი და ესეც მოწმობს იმას, რომ მოთხოვნა კიდევ და კიდევ უფრო მეტია. თან ახლა ჩვენ როცა აღვნიშნეთ, რომ ბათუმში შემოდგომაზე საერთაშორისო დონის შეხვედრები იმართება და მოთხოვნა კიდევ უფრო მეტია და შესაბამისად მაღალი კლასის სასტუმროებზე მოთხოვნა კიდევ უფრო მზარდია. იმ ბაზრებს თუ გავითვალისწინებთ, რომელზეც ჩვენ მუშაობთ, ვისთვისაც საინტერესო ვართ, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი კიდევ და კიდევ უფრო შესაძლებელია, რომ გაიზარდოს. ამიტომ ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ ის რესურსი, რაც საქართველოს აქვს, საქართველოს თითოეულ რეგიონს არა მარტო აჭარას, იმიტომ რომ რეალურად ტურიზმი არ არის მხოლოდ რაც უფრო ძლიერია სხვადასხვა რეგიონი ტურისტული თვალსაზრისით სიტყვაზე აჭარა, გურია, სამეგრელო, სვანეთი მით უფრო ძლიერია საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულება და მით მეტი, ანუ ამ კუთხით კონკურენცია არ არის მაგალითად რაღაც ერთ კონკრეტულ სოფელში რო იყოს თავმოყრილი და ვთქვათ ერთი მეორეს კონკურენტი იყოს, არა, თუ ერთ სოფელში 10, 20, 30 საოჯახო სასტუმრო სახლია, უფრო მეტი ვიზიტორი მივა იქ და შესაბამისად ასეა რეგიონალურ ჭრილშიც. ამიტომ რა თქმა უნდა, თუ ავიღებთ საქართველოს რეგიონებს, ჩვენ ვიცით, რომ უნიკალური შესაძლებლობები აქვს, როგორც კულინარიის, ისევე კულტურის, ტრადიციების და სტუმართმასპინძლობის თვალსაზრისით ყველა რეგიონი გამორჩეულია. ამიტომ ძალიან დიდარი შესაძლებლობები გვაქვს და რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვიყენოთ, რომ გავაცნოთ მთელ მსოფლიოს როგორი მაგარი ქვეყანა გვაქვს და ჩვენი ქვეყანა ზოგადად როცა ვსაუბრობთ საქართველოზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისეთი დიდი ცივილიზაციების გვერდით დგას საქართველო, მაგალითად კოლხეთის ჩვენი ძველი წელთაღრიცხვის 13 საუკუნიდან დაიწყო მაგალითად კონკრეტული ისეთი ცივილიზაციების გვერდით, რომელიც მაგალითად რომის, საბერძნეთის, სპარსეთის და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი ის ფესვები, რაც არის ჩვენი ისტორიული ქვეყანა ვართ და ეს ისტორიული ქვეყანა ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან დიდი მეხსიერება გვაქვს ჩვენი ეროვნული. იგივე ავიღოთ ანბანი, რომელიც საქართველოს გამოარჩევს, ჩვენი სიმღერა, ფოლკლორი, რომელიც უნიკალურია, რომლის მოსმენაც არ შეიძლება რომ ყველგან მოისმინო და წახვიდე. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ქმნის ერთიან კონკრეტულ თვითმყოფად ქვეყანას, სადაც მოგზაურობა განსხვავებულ შთაბეჭდილებას მოგანიჭებს და ძალიან სასიამოვნო დაისვენებდა. თან ხალხი და ქართველი ხალხი რო გამორჩეულია და ჩვენ ძალიან გულწრფელი სტუმართმასპინძლობა ვიცით, ესეც
აღსანიშნავი ფაქტია ნამდვილად. კიდევ ერთხელ გილოცავთ პრიზს და მე ვფიქრობ, რომ ის გამოწვევები საწინდარია განვითარებისთვის და ამ ჯილდოს ჭირდება შენარჩუნება, ამ ჯილდოს ჭირდება მოფრთხილება და კიდევ უფრო მეტი წინსვლა. მადლობა პაატა ჩვენს სტუმარს დავუშვებთ გრაფიკში და ჩვენ კიდე რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით. დავბრუნდებით ისე. ლაპარაკობთ ახლა ტურიზმზე, მოგზაურობაზე, გადაადგილებაზე, სტუმარ-მასპინძლობაზე და არ შეგვეძლო ამაზე ყურადღება არ გვამახვილებინა რთველი აჭარაში. ქეთა ჩუთლაშვილი ქედაში იმყოფება, როგორც ვიცი და უნდა ჩაგვერთოს იქ ერთი ძალიან საინტერესო ადგილიდან, ბუნებრივი ეგ სიტყვა ახსენე უკვე და არ ზაიკვირდება, საიდან ჩაგვერთვება, ასე რომ იქნებ ჩავთოთ ბარები. შემოგვიერთდეს ქეთა. შუა დღემშვიდობის მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიდი შესვენება ესტუმრა ქედას, უფრო კონკრეტულად კი შერვაშიძეების მარანს და აქ ძალიან დიდი ჟრიამულია, რადგან დაიწყო ყველასათვის საყვარელი და სასიამოვნო პროცესი რთველი. მე კი მინდა ახლა გავესაუბრო ბატონ ნოდარ შერვაშიძეს, რომელიც უფრო დეტალურად გვეტყვის ყველაფერს. შუა დღემშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა, რომ ახლა თქვენთან ერთად ვართ. როგორ ხართ? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. აჭარის ტელევიზია ერთ-ერთი ძლიერი ტელევიზია, რომელიც ჩვენს ოჯახში და ალბათ ყველა აჭარის მცხოვრებისათვის შესანიშნავი ტელევიზიაა. დიდი მადლობა. მოგესალმებით. როგორ იბადება შერვაშიძეების ღვინო, მოგვიყევით? შერვაშიძეების ღვინის დაბადება ალბათ იმ ძველ ტრადიციებში გამორჩეული ნამდვილად არ არის. ეს ის დიდი ტრადიციებია, რაც ქართველი კაცისათვის 8000 წლის წინ დაიწყო, მათ შორის შერვაშიძეებიც როგორც ცნობილია და გადმოცემითაც ვიცით, არსებობს ჩანაწერებიც, მაგალითად 1565 წლის აღწერაში მოიხსენიება ვინმე ხახუტა შერვაშიძე, რომ სავარაუდოდ ჩვენი მათი სამომავლები ვართ და იქიდან მოყოლებული ჩვენ სოფელში და მათ შორის ჩვენი სოფლის გარშემო არსებულ ზვრებში შესანიშნავი ვენახებია. როგორ ინახავთ და უფრთხილდებით უძველეს ტრადიციებს? და ეს ყველაფერი მართლაც საინტერესო კითხვაა. ტრადიციები არის ჩვენი იდენტობა, ყველა ქართველი ვალდებულია და მათ შორის ჩემ თავსაც დავავალდებულებ, რომ ჩვენს ტრადიციებს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ და გადავცეთ მოვალ თაობას, რადგან შევინარჩუნოთ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ჩვენი იდენტობა, ქართველობა. რთველის რამდენი ეტაპი არსებობს და რამდენად სახალისო პროცესი არის ეს თქვენთვის? მართლა საინტერესო კითხვა, ახლა ეტაპები საქართველოში ნამდვილად არავისთვის გასაკვირი არ არის. ჩვენ კარგად ვიცით, საქართველოში 526 ჯიშის ვენახი გვაქვს, რომელიც ოფიციალურად აღიარებულია და მათ შორის დასავლეთში, აღმოსავლეთში სხვადასხვა ჯიშის ვენახები და მათ შორის ჩემს სოფელში, ჩემს ზვარში, ჩხავერი, ცოლიკაური, ალადასტური და სხვა, რომელიც საკოლექციოდ მაქვს, ამდენად ეს ეტაპები ცოტა იწყება ალბათ აგვისტოს ბოლოდან და მთავრდება არის ესეთი წლები დეკემბრის თვეშიც. ღვინის დაწურვის რომელ ტექნოლოგიებს იყენებთ? ეს უკვე მართლაც საინტერესოა, ალბათ ყველასათვის ცნობილია მთელ სოფლიოში, მხოლოდ 3 მეთოდი არსებობს ღვინის დამზადების, მათ შორის 2 ქართულია, კახური და იმერული და ევროპული. მე ჩემს მარანში კეთდება როგორც ევროპული, ისე ქართული წესით და დიდი ოდენობით, დიდი პროცენტულობით ალბათ ქართული წესით, ესე იგი კახური მეთოდით. ღვინო იწყებს დუღილს ჭაჭაზე. რა უნიკალურობას მატებს ძველებური პროცესი? ახლა ალბათ ყველასათვის ცნობილია, რომ ქვევრი და სხვა ისეთი ჭურჭელი, რომელიც ქართველმა კაცმა მოიგონა და დღემდე მოვიდა და იუნესკომაც აღიარა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ამდენად მისი შენახვა, მისი დავარგება, ეს ტექნოლოგიები უფრო ბევრ დროს მოითხოვს რომ განმარტო, მაგრამ ჩემს მარანში უფრო მეტად ქართული ვარიანტებია.
და როგორც ვიცი, ახალგაზრდებიც ერთვება ამ პროცესში და რამდენად მოსწონთ ეს პროცესი? დიახ, ამ ბოლო 4-5 წლის უпроსტად 5 წელია განსაკუთრებით გვაქვს სპეციალური პროგრამა ბავშვებისათვის, განსაკუთრებით ქალაქელი ბავშვებისათვის, შემოდგომაზე, როგორც წეგან თქვით, ეტაპობრივად ყურძნის მიხედვით ხდება რთველის ჩატარება, იმიტაციური რთველი. ესე იგი მოვა ჯგუფი, რა თქმა უნდა, სკოლებთან შეთანხმებით, თავიანთი მოთხოვნით, სპეციალური განსაკუთრებით შაბათ-კვირის დასვენების დღეებში დაკრიფავენ სიმბოლურად 20-50 კილოგრამ ყურძენს, საწნახელში, როგორც ჩვენი წინაპრები ფეხით ამუშავებდნენ, დავჭიჭყავდით, მივიღებთ ბადაკს, მაჭარს, მაპატიეთ, მაჭარს, შემდგომ ამისა ვუმზადებთ ბადაკს, ამოვავლებენ ჩურჩხელას და თქვენ წარმოიდგინეთ, წელს ჩემს ზვარში გაიარა 24 სკოლა, 24 სკოლის, საშუალოდ 20 ბავშვი, უკვე 600 ბავშვმა გაიარა და კიდევ ნოემბრის 15 რიცხვამდე კიდევ გაივლის ამ სიმბოლურ თველს 14 სკოლა. ძალიან დიდი მადლობა. რამდენ ტურისტს ღებულობთ დაახლოებით ყოველწლიურად? ეს უკვე მართლაც საინტერესოა, ჩვენი მარანი მოღვაწეობს 2009 წლიდან. ჩვენ ჩვენ განვაახლეთ ვენახები 2005 წელს, როგორც გითხარით, ჩხავერი, ცოლიკაური, ალადასტური, სხვა ჯიშები კიდევ და ძირითადად ტურისტულ ობიექტად ითვლება ჩემი მარანი. ჩვენ ვემსახურებით დაახლოებით წელიწადში 8-დან 10,000-მდე ვიზიტორს. აი, რა მოსწონთ ყველაზე მეტად აქ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოსწონთ ჩვენი ტრადიციები, სუფრის ტრადიციები, თამადის ინსტიტუტი, ჩვენთან ტურისტი დააგემოვნებს 7 სახეობის ღვინოს, 4 სახეობის არაყს, კონიაკს, ამდენად თითქმის ყველა მიღებაზე ვამბობ 11 სადღეგრძელოს, ინიშნება თამადა, გვაქვს ფოლკლორული პატარა ჯგუფი მოსწავლეებისა და ასე შემდეგ. ვაცნობთ იმ ტრადიციებს, ქართული სუფრის ტრადიციებს, რომელიც ქართველებისათვის ალბათ საამაყოა და მთელ მსოფლიოში ცნობილია. ნამდვილად, ძალიან დიდი მადლობა. მე ახლა ბავშვებს ვხედავთ, თუ არ ვცდები, თქვენი მოსწავლეები არიან ისინი და ძალიან ხალისობენ აი ამ პროცესით და თუ შეიძლება ახლა მე გადავინაცვლებ მათთან და ცოტას გავესაუბრები. შუადღემშვიდობის ბავშვებო. რამდენად სახალისო პროცესია ეს თქვენთვის? აი ესე ამოვალ მეც თქვენთან. ძალიან სახალისო პროცესია ეს ჩვენთვის, ეს არის ჩვენი კუთხის ტრადიცია. თქვენ რას გვეტყვით? ძალიან სახალისო არის ეს ჩემთვის, ვაკეთებ ძალიან ბევრჯერ და ეს გამორჩევა ჩვენი კუთხისთვის, ტრადიცია. ძალიან დიდი მადლობა. მე ხელს არ შეგიშლით, შეგიძლიათ დაიწყოთ. და რა უხდება ამ სიტუაციას თქვენი აზრით? თუ არა ცეკვა და სიმღერა, ასე რომ აი ამ პატარა ბავშვებს ჩვენი მაყურებლისთვის აქვს პატარა სიურპრიზი და შეგვისრულებენ აჭარულს. მოკლედ აქ სასწაულის რიამულია, გიგზავნით უამრავ პოზიტივს და სიყვარულს. მე კი ამით დაგემშვიდობებით, გადავწყვეტე რომ აღარ ბრუნდები სამსახურში და ვრჩები შერვაშიძეების მარანში. კარგად, კეცა გემშვიდობებით, ჩვენ მაშინ ახალი სტაჟიორი გვეყოლება მოსაწყობად. მადლობა სიყვარულისთვის და სითბოსთვის, მაგრამ ღვინოს თუ არა, ყურძენი მაინც ჩამოგვიტანე, არა დაგვტოვა ისე. აღარ ჩამოდის და გამოგვიგზავნოს.
დავბრუნდით ესე იგი და მოდი მაყურებელს შევახსენოთ, ვინც ახლა შემოგვიერთდა, რომ თვალყური გვადევნოს ისევ და ისევ სოციალური ქსელით, როგორც Facebook-ით, ასევე Instagram-ით, მათ შორის TikTok-ზეც და თუ ახლა შემოგვიერთდით, ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ გასულ წუთებში, ამიტომ შეგიძლიათ გადაახვიოთ ან ისევ სოციალურ ქსელით გვადევნოთ თვალყური. ენაზე ლაპარაკობდით ზეღან უნიკალურობაზე და სულ რაზე ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას ნახე. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენაში რაღაცა სოები არ გვაქვს, რაც აქ ცხებს, ჩვენ ისეთი ბგერები გვაქვს, რომ სხვისი ბგერების წარმოთქმა არ გვიჭირს ხოლმე. ხო? ახ გამოვახვილე ყურადღება იმაზე, რომ ხშირად ვამბობთ Facebook-ი, ხო, ქართულად ხო Facebook-ი იდეაში, ხო? და ფუს თქვა არ გვიჭირს. და რაღაც ის ბგერები რაც არსებობს, არც ერთი ბგერის თქვა არ გვიჭირს და შესაბამისად გვიადვილდება უცხოენის სწავლა. სწავლა, კი. ხო, ეს უბრალოდ რემარკა ჩავსვი. კი და ახლა მე შენს მიგნება საინტერესოდ გავაგრძელებ სწავლას, რაც შეეხება. ჩვენ ხომ ხშირად ვამბობთ, რომ სწავლა არასდროს არ არის გვიანი, დაიწყო თავიდან, შეიძლება პროფესია შევიცვალოთ ერთ დღეს, აი მაგალითად დღეს თუ მე ჟურნალისტი ვარ, შეიძლება ხვალ მომინდეს, რომ ვიყო დიზაინერი და დავეუფლო ახალ პროფესიას, ხო, ამისთვის. დიზაინერზე ტყვი უბრალოდ არ იტყოდი. ხო, არ ვიტყოდი, რაღაც ნიჭი მაქვს, შეიძლება ითქვას, აი მაგალითად ხარ მაინტერესებს თუ მოგწონს ჩემი პიჯაკის ფერი. კი, ძალიან კარგი. შავს განსაკუთრებულად უხდება, ხო? კი, და თან ამ მოკუფრულ წვიმიან ქალაქში ფერად დასაცვას რო ხედავ, ეგრევე განწყობა რამდენიმე პროცენტით. ხო, სხვათა შორის პატარა კურსი მაქვს გავლილი. შეიძლება არ გეცვას, ძვირად ღირებული ტასაცმელი არ იყოს ეს ტასაცმელი დატვირთული სხვადასხვა აქსესუარებით, მაგრამ ფერთა შეხამება იყოს ისეთი, რომ გამოიყურებოდა გრანდიოზულად, მოკლედ. და ახლა რატო საუბრობ ამას? კარგია რომ ყავხარ, თორე მაგას ვერ მოვახერხებთ მაგალითად. ხო, რატო ვამბობ ახლა ამას? ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაეუფლოთ ახალ პროფესიას. ამის შესაძლებლობას გვაძლევს სხვადასხვა კოლეჯები, მაგრამ ამ ეტაპზე მე უნდა ვისაუბრო კოლეჯ ბლექსიზე, სადაც არსებობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოდის ტექნოლოგია და დიზაინი, სადაც შეგიძლიათ შეისწავლოთ ეს პროფესია, შემდეგ დასრულების შემდეგ დასაქმდეთ, რომლის შესაძლებლობასაც გაძლევთ კოლეჯი, უფრო ცლად თუ როგორ მიმდინარეობს სწავლება, რამდენხნიანია სწავლება, რა შესაძლებლობა გვაქვს კურსდამთავრებულებს შემდეგ რომ გავაგრძელოთ ამ პროფესიით მოღვაწეობა, გავესაუბრები კოლეჯ ბლექსის მოდის ტექნოლოგიისა და დიზაინის პროგრამის ხელმძღვანელს სოფო დუმბაძეს. შემოგვიერთდება ახლა სოფო. როგორ ხართ? კარგად და აი ჩაცმა რას ნიშნავს? ხანდახან ხო ვიძახით ადამიანს რომ შევხედავთ როგორ აცვია, როგორი ფერებში არის, შეიძლება მასზე გარკვეული წარმოდგენა შეგექმნას და ხრთონებული ვარ თქვენ როგორც გამოიყურებით და თქვენი ფერთა გამით. იმ პერიოდიდან, როდესაც ადამიანმა გადაწყვიტა რომ ქურქი და ფოთლები მოერგოთ ანზე სხვადასხვა ფერის იგივე სეზონის და იმის მიხედვით, იმის შემდეგ არ წყდება ეგ ამბავი დღემდე ესე სულ რაღაცა იცვლება და ნუ მოვედით აქამდე. კი ბატონო. მოდით ვისაუბროთ არსებულ პროგრამაზე, რა პროგრამაა, რა ხანგრძლივობით მიმდინარეობს ეს სწავლა, ვის შეუძლია რომ ჩაერთოს ამ პროგრამაში, ასაკობრივი ზღვარი თუ არის და როგორ მიმდინარეობს სწავლება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. ესე იგი, კოლეჯ ბლექსიში გვაქვს მოდის დიზაინ და ტექნოლოგიის პროგრამა, როგორც ახსენეთ. სწავლა არის 18 თვიანი, სრული ზოგადი განათლებით მოდიან ჩვენთან, იქნება მომავალშიც ინტეგრირებული პროგრამები, სადაც უკვე 9 კლასის, 10 კლასის ბაზაზე მოკლედ მოხდება სტუდენტების მიღება. ყველა იმ პირს მოკლედ ვასპინძლობთ და ვასწავლით, ვისაც აქვს სურვილი, მონდომება და რაღაცა ცოტა ინტერესი ამ სფეროს. ანუ უბრალოდ სკოლა რომ დავამთავრო და მომინდეს მოდის დიზაინის შესწავლა, მოვახერხებ მოსვლას და სწავლას ნულიდან. ნუ რა თქმა უნდა, ნულიდან ვასწავლეთ, კი ბატონო, გვირისტიდან საბოლოო ნაწარმის შექმნამდე ქალის, ბავშვის, მამაკაცის როგორც კონსტრუირებას, ასევე მის ტექნოლოგიურ დამუშავებას. ანუ ის რომ ბავშვობიდან მაქვს მაგალითად სიყვარული ამ პროფესიის მიმართ, ან ბავშვობაში რაღაცას ვკერავდი, ვჭრიდი და ასე შემდეგ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ეს არის პროფესია, რომელიც შეიძლება იყოს შესწავლადი. კი, რა თქმა უნდა, შესწავლადია და ზოგადად რაც არ უნდა მოკლედ მოდამ განიცადოს სახეცვლილება სულ რაღაც სეზონის მიხედვით იცვლება თუ ასე შემდეგ, მაინც ყოველთვის მოდაში რჩება ხარისხიანად შესრულებული ნაწარმი. და რა თქმა უნდა, ამ ხარისხიანი შესრულებულ ნაწარმს ვასწავლით ჩვენ და
მაქსიმალურად, მოკლედ იდეალურად და ხარვეზების გარეშე. ხო თქვენ აღნიშნეთ, რომ აი რამდენიმე რაღაც აღნიშნეთ გვირისტი დავმახსოვთ ახლა. კი ბატონო. ანუ ამ თითქოს და ერთ სფეროში ძალიან ბევრი რაღაცა იშლება. კი ბატონო. რა შეიძლება გამოვიდი ამ 18 წლის განმავლობაში, რა შემიძლია ავირჩიო ამ პროცესში და უშუალოდ თუ გადავწყვიტე, რომ აი აქ მე რაღაცა ესე მომწონს თლიანად, მაგრამ მირჩენია რომ რაღაცა გზით წავიდე. რა გზები შეიძლება ავირჩიო, რა გავხდე? ზოგადად ამ პროფესიაში სამი ძირითადი პროფესია გამოიკვეთება, ეს არის ვთქვათ, შეიძლება გახდე დიზაინერი. აი რო აგვიხსენ ყოველი რას ნიშნავს. კი, დიზაინერი, რომელიც უშუალოდ ხატავს კოსტიუმს, ქმნის რაღაც თავის იდეებით, ახალ რაღაცას ქმნის. არის კიდე კონსტრუქტორი, რომელიც დიზაინერის მიერ ჩაფიქრებულ ნახატს გადაიტანს უშუალოდ თარგებში და გამოჭრის მოკლედ ნაწარმს და არსებობს კიდე ტექნოლოგია, ანუ იგივე მკერავი. ანუ სამი სხვადასხვა სპეციალობით შეიძლება რომ მოკლედ განვითარდე. ანუ არქიტექტორი, ინჟინერი, მშენებელი, იგივე აქაც, ხო? დიზაინერი, შემქმნელი, იდეატორი. შეიძლება ეს ერთი და იგივე ადამიანი იყოს. შეიძლება ერთი და იგივე ადამიანმაც კი ბატონო. კი ბატონო. მაგრამ დიზაინერს მაგალითად ევალება რომ იცოდეს სამივე რომ მან ისეთი მოდელი შექმნას, რომელსაც მოკლედ შეკერვადია, ხო? შეკერვადია. უმეტის უყოფილებისთვის უნდა იცოდეს სამივე, მე არჩევანი უკვე მასზე არის, ხო, რა მიმართულებით წავა. და რა ხდება მაშინ, როდესაც მე უკვე ვარ კურს დამთავრებული, ანუ როგორ ვაგრძელებ მოღვაწეობას და კოლეჯი თუ გეხმარება ამ ყველაფერში? რა თქმა უნდა, ჩვენ მაგალითად როგორც კი სრულდება სწავლა ვუშვებთ სხვადასხვა წარმატებულ დიზაინერებთან სამუშაოდ ეგრეთ წოდებულ სტაჟირებაზე, სადაც კი პრაქტიკაზე, სადაც უშუალოდ რეალურ გარემოში გადიან ამ ყველაფერს, ხედავენ როგორ მუშაობენ სხვა დიზაინერები და უფრო მეტად უხმაურდებათ მოკლედ ინტერესი და რა თქმა უნდა ცოდნაც და ზოგი მოკლედ მიდის მე ინდივიდუალურ წარმოებაში თვითონ თავისას ხსნიან, ზოგი ისე რჩება მოკლედ სხვადასხვა დიზაინერებზე, ბათუმში მოკლედ ყავს საკმაოდ ისეთი წარმატებული. ყოფილა თუ არა ასეთი შემთხვევები, როდესაც დაუშვათ თუნდაც წარმატებული ადამიანი უკვე ამ სფეროში, რომელიც უბრალოდ აი ბუნებრივი უნარების გამო იყო ამ სფეროში და გამოუვიდა კიდეც ყველაფერი, მე უკვე ინტერესდება ტექნიკური მხრით და მოდის თქვენთან, რომ აი ეს დეტალები შეისწავლოს უკვე თეორიის დონეზეც, რომ ზუსტად იცოდეს რას აკეთებს. არსებობს ესეთი შემთხვევებიც, რა თქმა უნდა, ზოგი არის რაღაც სპონტანურად იწყებს ამ საქმეს, არ არის სიღრმისეულად ჩახედული და რაღაც პრობლემებს აწყდება და ბევრი მოსულა ისეთი, რომელსაც აქვს უკვე თავისი საქმე, მაგრამ მაინც სიღრმისეულად უნდა რომ შეისწავლოს, ჩვენთან ისწავლება როგორც კოსტიუმის ისტორია, კომპოზიცია, ასევე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ანუ ეს ტექნიკური ამბები და სიზუსტით შესრულებული. ხშირად გვესმის ხოლმე მაგალითად, ანუ ადრე ხო გონია რომ რაღაც დავუშვათ რაღაც ქარხანა აშენდა, რომელიც მასიურად უშვებს ტანსაცმელს, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მოსახლეობის უზრუნველყოფა ხდება ამ ყველაფერით, ეს ადამიანები მუშაობენ იქ რა თქმა უნდა სამი სფეროდან და არა მარტო, მაგრამ დაუშვათ, როდესაც ლაპარაკია ინდივიდუალურ შეკერვაზე, აქ არ არის მარტო იმით, რომ მე დაუშვათ სოფო ბაკურიძის კაბა მაცვია პროფესორ ჩაიშველაშვილის, აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ყოველი თქვენ შემისწორეთ, ვარაუდობ ახლა, რომ ჩემი დაუშვათ ფიზიკური მონაცემები განსხვავდება სხვა თუნდაც პაატა ერქვას იმასაც იმის ფიზიკური მონაცემებიდან და კონკრეტულად ჩემზე მორგებული, ჩემ გაზომილი სხეულის მიხედვით აგებული ტანსაცმელი, ჩემზე იქნება ისე კომფორტულად მორგებული, აი სულ სხვანაირად იგზნობით დასაცმელში თავს და არ შემიშლის ხელს. და არ მექნება ეს დასწრო რომ ოღონდ რაღაცა მომაშორე და ჯავაცები ისე ტემპოლოდ ბერალი. ბატონო, ამ ბოლო დროს ესე იგი მომხმარებლებშიც დაინერგა ეს, რომ უფრო უნდათ რომ უნიკალური სტილი შეიქმნან, თავისთვის შეიქმნან ექსკლუზიურად და შესაბამისად ეს ინდივიდუალური წარმოება უფრო დაფასებული გახდა, მოიმატა ხელობის ფასმაც თუ დააკვირდით. ანუ მაქსიმალურად უკვე იაფი აღარ ჯდება მოკლედ შეკერვა ინდივიდუალურად. აი ქუჩაში მიცნან ამ ტანსაცმელით ამის. ორივე არის ამ კომფორტული გახდა ზოგადად მოდაც და შესაბამისად რა თქმა უნდა ცდილობენ ადამიანები რომ თავისი ჩემი თავი ამაში თქო ჩემთვის კომფორტს მაგ ზამიშოვანი ვიზუალური მხარე იმან არ მაინტერესებს რამდენად ტანსაცმელში ვზნობ თავს ისე როგორც აი საკუთარი კანში ვზნობ თავს. კი ბატონო, ტანსაცმელს ეძახიან ზოგადად ადამიანის მეორე კანს. ეს შესაბამისად არის მნიშვნელოვანი ეს ამბავი და ინდივიდუალურ წარმოებაში ვინც არის, ესე იგი იმ ადამიანმა უნდა იცოდეს ადამიანის აღნაგობა პირველ რიგში, რომ მაქსიმალურად მოარგოს თქვენს. კიდე ერთი სპეციალობა, სპეციალობა იქ ჩაშენებულია, ჩვენთან არის ჩაშენებული, ან კონსტრუირებას როდესაც სწავლობ, ადამიანის აღნაგობასაც სწავლობ, შესაბამისად უნდა იცოდე მისი დგომაც, თავისებურებებიც, რაც უნდა გაითვალისწინა შემდეგ. შეიძლება დაუშვათ იგივე ტანსაცმელის და ფეხსაცმელის დახმარებით ადამიანს დაუშვათ
ოდნავ კორექცია გავუკეთოთ ფორმას, აი და არ მომწონს რაღაცა, მაგალითად, აი არ ვიცი რაღაცა. ოდნავ არა, მე მგონი კარგად შეიძლება. ანუ შესაძლებელია. კი. ჩვენ მაგას ვეძახით თავისებურებებს, ანუ სხეულის თავისებურებებს, რომლებზეც კორექცია, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ შეიტანოთ ტანსაცმლით, აი მაგალითად ქირურგიული ჩარევის გარშემო. კი, ნამდვილად კი. აი მაგალითად მე რომ მივალ მკერავთა ვეუბნები რომ გამომაჩინა უფრო გამხდარი გამომიყავი რაღაცა ეს ნაწილი დამიფარის რაც არ მომწონს. შესაძლებელია კი ქირურგიული ჩარევის გარშემო. შესანიშნავია. ახლა ჩემი თავიც ვიპოვე ამ ბავშვი, ხო წავიდე. უფრო მეტად დაგაკვალიანებ გადაცემის შემდეგ. საინტერესოა როგორი არის გამოხმაურება ამ პროფესიის მიმართ და თქვენი სტუდენტების უმრავლესობას რომელი სქესი უფრო წარმოადგენს ქალბატონები თუ მამაკაცების ინტერესით გაზრდილია? რა თქმა უნდა, ქალბატონები უფრო მაინც ესე ბევრი ყავს, თუმცა წელს მაგალითად შარშანაც ყავდა ბიჭი, წელსაც ყავს ბიჭი და ვნახოთ როგორ მოკლედ განავითარებენ თავიანთ გზას ამ სფეროში. საკმაოდ არის ინტერესი და ძირითადად ვინც მოდის გასაუბრებაზე მაგალითად ამბობს რომ უნდა თავისი ატელიე შექმნას და მაშინ რა თქმა უნდა ჩვენც დავეხმარებით. რაც ადვილი არ არის. რაც ადვილი არ არის, თუმცა ვიღწევადია და ვნახოთ. კი ბატონო. მოდით ახლა ვინაიდან ზამთრის პერიოდში შევდივართ, გვიამბეთ და გვირჩიეთ თუ რა უნდა ჩავიცვათ, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რა ფერები არის წელს ყველაზე მოთხოვნადი და რას ფიქრობთ თქვენ, როგორი რამდენად ფერადი ზამთარი გვექნება? მაინც მე ვფიქრობ, რომ მაინც ისევ არის პასტელური ტონები მოდაში, ყავისფერის, ბორდოს გრადაციები, ისეთი ხილისფერის, მწვანე, მაგალითად ლივნისფერი და ასე შემდეგ ისევ აქტუალური რჩება. სილუეტი მაინც უფრო ოვერსაიზი, ისევ კომფორტული და ასე შემდეგ. თუმცა აქვე მინდა ტენდენციებთან დაკავშირებით ვთქვა, რომ ზოგადად საერთაშორისო მოდა უკვე მიდის იქეთკენ, რომ იყოს მოდა ეკოლოგიური და ასევე გაციფრულებული. ეკოლოგიურ მიმართულებით ესე იგი მუშაობენ მაქსიმალურად ნატურალურ ქსოვილებზე, ოღონდ ისეთი მოდის სახლები რომ ბიოდეგრადირებადზეა ლაპარაკია. კი, გადამუშავებულ ქსოვილებს იყენებენ, ნაკლებად ქიმიური ბოჭკოებით შემადგენლობით ქსოვილებს და ასე შემდეგ. ასევე ეს გაციფრულებაც რა თქმა უნდა ამას უწყობს ხელს, რომ ნაკლები ნარჩენი დარჩეს გარემოში და შესაბამისად მაქსიმალურად ავისთვისოთ ის მასალა, რაც წარმოებაშია ჩაშვებული და ერთ-ერთი მიმართულება არის კიდე ბათუმში, სადაც ან კიბერაკადემიასთან თანამშრომლობ როგორც მასწავლებელი და ვასწავლეთ 3D დიზაინს, სადაც უშუალოდ სანამ მოკლედ დავიწყებთ დაჭრას ნაწარმისას, მანამდე შეგვიძლია დავინახოთ თუ როგორი სილუეტის გამოვა ესა თუ ის კაბა, სხეულზე მოვარგოთ, ქსოვილ სფერი შევუცვალოთ და ასე შემდეგ. ანუ ეს რა თქმა უნდა კომპიუტერული ვერსია, ოღონდ რა თქმა უნდა იცოდე მანამდე კერვაც ის კონსტრუირება, რაც ჩამოთვალიან ბლექსიში მოკლედ უნდა ისწავლო, ან კიდე სხვა სასწავლებელში. და შემდეგ რა თქმა უნდა ამ პროფესიასაც დაეუფლო პარალელურად, რომელიც ხელს შეუწყობს უკვე შენს განვითარებას. ანუ 1 კვადრატული მეტრი ნაჭრიდან რაც შეიძლება მეტი გამოვიყალოთ ისე რომ მეტი გამოვიყალოთ ნარჩენი დარჩეს მალე. ჩვენ კიდე სტუდენტებს ვასწავლით რომ ამ საწარმო ნარჩენებისგან კიდე მეორე სიცოცხლე რომ დაიბადოს და თქვათ რა შეიძლება შექმნან კიდე დამატებით სხვა სფეროში თუნდაც ან თუნდაც ის რაც მოწვია მაგალითად არის ქვილთის მეთოდით გაკეთებული, სადაც პატარ-პატარა ქსოვილებისგან არის აწყობილი და მიღებული ახალი ქსოვილი, რომლისგანაც შეიძლება სხვადასხვა ნაწარმი შევქმნათ. არაჩვეულებრივი არის. იცით რა მაინტერესებს? ზოგადად მოდა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. მე ვამბობ, რომ პირობითად არ მივყვები მოდას და არ მომწონს. ახლა ის რაც მოდაში არ შეიძლება რომ ვერ მომიხდება ყველაფერი, ხო? შეიძლება თუნდაც ის პასტელური ფერი ვერ აღვიქვა მე კარგად, ან უბრალოდ მე არ მომიხდეს, იმიტომ რომ რაღაცა ფერების აღქმა ძალიან ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული, ხო? შენი სახის კანზე, თმის ფერზე, ასე შემდეგ. მაგრამ მაინც რაღაც თითქოს აი მათ მახეში ვებმევით ხოლმე რაღაცნაირად და მაინც სულ ვცდილობთ მივყვეთ ამ მოდას, მაგრამ მე მაინტერესებს აი ის სულ პირველად სად ხდება, როგორ ხდება აი ამ წლის ტრენდის დაბადება, ანუ ვინ ქმნის ამ ყველაფერს? ესე იგი მართალი ხართ, ანუ ზოგადად მარკეტინგი კარგად მუშაობს ამ ბოლო წლებში და მაინც რაც არ უნდა მეც მაგალითად არ ვფიქრობ რომ აუცილებელია რომ ადამიანს ჰქონდეს თავისი სტილი და ანუ ყოველწლიურად რაღაც გარდერობი არ ცვალოს და ერთმა ნივთმა მაგალითად უნდა მომემსახუროს ბევრი წელი და მაქსიმალურად მოკლედ მაგისკენ ვარ, მაგრამ მაინც რაღაცა ზეგავლენის ქვეშ ხდები, რაღაცა მოგწონს ისეთ ესთეტიურად გთავაზობს ეს მაღალი მოდის სახლები.
რომ მაინც ებმები მოკლედ როგორც ანუ მოდის deep state-ი არსებობს ასე კამათელს რო აგორებენ რომ აი წელს აგერას ამ ფერის რაღაცაა გამოვა და ეს გადაუწყვიტავ წხვევს რა ფერი იქნება თუ ეს რაღაცნაირად ბუნებრივად ხდება. ზოგადად დიზაინერები ამბობენ მაღალი მოდის რომ ბუნებრივად ხდება და რაღაცა თითქოს წინასწარ შთაგონება ისეთი აქვს რომ მე სოფლიოში ასე ვრცელდება. ხო, ეს არის კი ნამდვილად, იმიტომ რომ აი პირობითად ხომ შარშან არ დავასახელებ ახლა არც წარმოებას და არც სახელწოდებას. ნუ ერთი ფეხსაცმელი გატრენდდა ძალიან შარშან და ვიძახი რომ ამას არ ჩავიცნო მეთქი ხა თან ხა ამას ყველა ჩაიცნობს მეთქი, მაგრამ ნუ ამ ეს სიტყვები დავასრულე თუ არა, ნუ მეორე დღეს თუ არა ერთ კვირაში შევიძინე ეს ფეხსაცმელი და ნუ აღმოჩნდა ახლა მსხვერპლი ვარ. მე ასე ვფიქრობ. შორის ვიცით ისეთი ამერიკული ფილმი იდიოტოკრასი ქვია, იდიოტოკრატია ძალიან მაგარი ფილმია, დღევანდელობაზეა მართლა. იმ ფილმში ერთი ცნობილი რეზინის ფეხსაცმელები რო ნახრეტიანი ხარ ვიტყვი. მიმდინარეობა უკვე მთელი სოფლიოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ფეხსაცმელი არის გაშარჟებული, იმიტომ რომ დაუშვათ იქ მომავალში ხდება ადამიანი და ყველასაც ეგ ამბობს ეს რა სისულელეა, იქ მოკლედ მიდის დაცინვა რომ აი ხალხი ისე გასულელდა რომ აი ესეთ რაღაცები აცვიათ და მიუხედავად იმისა რომ ეს დამცინავად იყო გამოყენებული, იქედან დაწყებული, ნუ რამდენი წელი ეგ ფილმი არსებობს, ეგ ამ ფეხსაცმელად წალეკა მსოფლიო. ყველანაირი ბრენდის სათაურით ახლა რომც დაასახელო, პრინციპში არც არაფერი შეიძლება, იმიტომ რომ ერთ კონკრეტული ბრენდზე არ ალაპარაკი, ასეთ ფეხსაცმელს წალეკილი აქვს მსოფლიო. კი, სოფო, იცით რა მაინტერესებს? უკვე შემდგარ დიზაინერებს არ გულისხმობ, ანუ დამწყები დიზაინერები, აი ქართველ დამწყებ დიზაინერებს, რამდენად აქვთ პოტენციალი აი დიდ მოდის ბაზარზე განახორციელონ თავისი ხედვები, განვითარდნენ და ნუ გახდნენ შემდგარი დიზაინერები. ფიქრობ რაღაც ეს სოციალური ქსელები ისე არის უკვე სოციალური მედია ზოგადად ისე არის განვითარებული. ფიქრობ მაინც შეუძლიათ რომ გახდნენ ცნობილები. თუმცა დამწყებებს მაინც ურჩევ რომ რა თქმა უნდა ჯერ სფერო კარგად შეისწავლონ, მაქსიმალურად მე მაინც ჩემი კუთხით ვესწავლები. მაქსიმალურად შეისწავლონ სფერო განსაკუთრებით როცა ეროვნულ სამოს ხშირად იყენებენ ელემენტებად და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რომ ეროვნული სამოსი კარგად შეისწავლონ თავისი ისტორიით, რომ მაქსიმალურად გემოვნები, ხო, ეს არის ფასდაუდებელი მოკლედ მემკვიდრეობა და მაქსიმალურად ესე ესთეტიურად გააკეთონ. აქ მაგალითად ბათუმში გვყავს ერთ გოგლა გოგიბერიძე თეატრის მხატვარი, მთავარი მხატვარი. ხელოვნების სკოლაში იქნება მალე ეს კურსები, რომელშიც მაგალითად ბათუმელ სტუდენტებს, მომავალ სტუდენტებს შეუძლიათ რომ ისწავლონ ეროვნული სამოსი და ესეც მოკლედ დაეხმარებათ მათ რომ გემოვნებიანი კოსტიუმების შექმნა. თანამედროვე ტანსაცმელის ელემენტებში ქართულ დიზაინერებში განსაკუთრებით ჩანს უკვე ეს კი შტრიხები. კი, ჩანს და ძალიან ეს მარტო ჩოხა არ არის ქართული. მარტო ჩოხაზე არა, ხო და მაგიტო მინდა რომ კარგად ისწავლონ, გაეცნონ და მე მოკიდონ მოკლედ ამ საპასუხისმგებლო საქმეს ხელი. და ჩვენ კიდე რამდენიმე შეკითხვა გვაქვს სანამ დავასრულებთ. მე რა მაინტერესებს ისეთ, ანუ ახლა ველაპარაკეთ იმაზე ვიქმნის ტრენდებს და ასე შემდეგ და ნუ ცნობილი მაგალითები რო დავასახელო ახლა რაღაც ლიტერატურაზე რო არ წავიდეთ, ანუ ყოველთვის წერლები ვინც ასე მომავალში იყურება ხოლმე ქმნის ან ფილმები ქმნიან რაღაც ისეთ სურათს, ხო? არის ნაწილი რომელიც აი მომავალს გაჩვენებს რომ დავუშვათ კაცობრიობა მთლიანად უნიფორმებშია ჩაცმული, იმიტომ განსხვავება არანაირი არა ვიზუალური, იმიტომ რომ კომფორტზეა მხოლოდ ორიენტირებული და ყველა არის უნიფორმაში, კომბინეზონები დაუშვათ და არის მაგალითად აი ცნობილი მაგალითი, ყველაზე ისეთ ნათელი რაც ხშირად ვინახავს, არის მეხუთე ელემენტი, ვისაც აქვს ახლა ფილმი ნახე, ყველას აცვია აი საერთოდ ზღვარმოშლილი ტანსაცმელი, ყველანაირი ფორმის ფერის და აი ამ უკიდურესობას შორის რა გველოდება მაგალითად მომავალში. რომელიმე გზით მივდივართ უკვე თუ ეს ყველაფერი მაინც ასე ეკლექტური იქნება. ისე მრავალფეროვნები დავჭერთ. მეც ესე ვფიქრობ და რაღაცა მაქსიმალურად მოკლედ შევეცადოთ რომ ვიპოვოთ ჩვენი სტილი და რაღაცა ის გქონდეს. ანუ მაინც ინდივიდუალური. ხო, თორე ახლა ცოტა ხუმრობით რო ვთქვა, ესთეტიკოსებისაც დიზაინერების დამსახურებით ყველა ერთნაირები. კი, თიმასი მივყვებით, თუ არ გვაქვს ჩვენი მოკლედ რაღაცა უნიკალური სტილი შერჩევა. კი ბატონო. მოდით მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, ვის შეუძლია თქვენს პროგრამაზე
სწავლა და ასაკიც გავითვალისწინოთ და კიდევ ერთხელ ვუთხრათ რა პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს სწავლება. ესე იგი კოლეჯ ბლექსისში ამ წუთას დასრულებულია რეგისტრაცია და უკვე ველოდებით ახალი სასწავლო პროცესის დაწყებას 25 ნოემბრიდან. თუმცა გაზაფხულზე იქნება ისევ მიიღება სრული საბაზო განათლებით შეუძლიათ ნებისმიერ პირს რომ მოვიდეს და ჩააბაროს ჩვენთან 18 თვიანი იქნება სწავლება, სადაც შეისწავლიან კიდევ ერთხელ ქალის, ბავშვის, კაცის როგორც კონსტრუირებას, ასევე მის ტექნოლოგიურ დამუშავებას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ თქვენ და თქვენს სტუდენტებს. პაატა, ჩვენ კიდე შეგვიძლია უკვე რომ მაყურებელს დავამშვიდობოთ. იმედი მაქვს საინტერესოდ გაატარა ჩვენთან ერთად ეს საათნახევარი. ან გადაახვიეთ და თავიდან მიყურეთ. კი ბატონო. და მოკლედ ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით ტრადიციულად ხვალისო პირველ საათზე დიდი შესვენება შემოგიერთდება თაბა დროებით და ბედნიერად. კარგად ბრძანდებოდეთ.